მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რეალური აქცენტები იადანელიასთან ეთერშია დღეს. სრულიად სხვაგვარი ფორმატით, ვინც გადაიღალეთ ყოველდღიური პოლიტიკური ამბების შეჯამებით, ვინც გადაიღალეთ ირან, ამერიკა, ისრაელის დაპირისპირებით. ჩვენ გთავაზობთ დღეს ამოისუნთქოთ. ვილაპარაკებთ ბატონ რამაზ პატარიძეზე, ვილაპარაკებთ ქართულ ანბანზე და ეს იქნება თქვენთვის დარწმუნებული ვარ დიდი შვება. ჩვენ ინტერაქტივს დავაანონსებთ ჯერ, ვინ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქართული სამეცნიერო მიღწევების წარმოჩინებას, ასეთია დღევანდელი ჩვენი ინტერაქტივი, 3 პასუხით. რუსეთი, მიჭირს პასუხის გაცემა და დასავლეთი. მართლა საინტერესო იქნება თქვენი აქტიობა, ზარი უფასო აქ გთხოვთ დაგვირეკოთ, თქვენი აზრი დააფიქსიროთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები კი არიან ბატონი დავით გალეგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი და ბატონი ბადრი პატარიძე, რამაზ პატარიძის შვილი. თქვენ მიხვდით ალბათ, რომ დღევანდელი გადაცემა რახან ქართულ ამბავს ეძღვნება, წარმოუდგენელია, რომ ბატონი რამაზ პატარიძის გარეშე ჩაიაროს ამ გადაცემამ. ჩვენ გვინდა ძალიან რომ ხარკი მოუხადოთ ბატონ რამაზ, ქედი მოუხაროთ და იცოდეს, რომ მისი ღვაწლი, აი უზარმაზარი ღვაწლი 90 წელი, 64 წლის განმავლობაში ბატონი რამაზი იკვლევდა ქართულ ანბანს და მოდით ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც მას მთელი თავისი ცხოვრება ქართული ანბანის კვლევას და არა მხოლოდ ქართული ანბანის კვლევას, ხო? უამრავ და გადაცემის განმავლობაში ჩვენ ვილაპარაკებთ კიდევ რა ღვაწლი აქვს ბატონ რამაზ, მათ შორის ვეფხისტყაოსნის ახლებურად წაკითხვაში, რამდენიმე სტროფის განმარტებაში და ამაში რასაკვირველია ბატონ დავითი და ბატონ ბადრი დამეხმარებიან. ბატონ ბადრი, მართლაც მოდით ბატონ რამაზზე ვისაუბროთ. აი ესეთი რანგის მეცნიერები როცა იბადებიან, ეს არ შეიძლება რომ იყოს ჩვეულებრივი ოჯახი, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. ვინ იყვნენ ბატონი რამაზის მშობლები, რა გარემოში დაიბადა ისა და რა გარემოში იზრდებოდა? მოგესალმებით. მომავალ წელს 2027-ში შესრულდება 100 წლისთავი რამაზ პატარიძის დაბადებიდან. და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სამეცნიერო საზოგადოება ამას ღირსეულად და ჯეროვნად დააბასებს. აი მე ვფიქრობ ბატონ დავითიც დამეთანხმება, რომ დღეიდან ვიწყებთ ჩვენ და სიმბოლურია შეხვედრა ამ სტუდიაში, აი აქედან ვიწყებთ მომზადებას მომავალი წლის საუბილო თარიღისათვის მამაჩემის. ეხლა მოხდა ისე, რომ 60-იან წლებში, როცა რამაზ პატარიძემ დაიწყო მეცნიერული მოღვაწეობა, მას კულტურული თბილისი იცნობდა როგორც მიქელ პატარიძის ვაჟს. ეხლა ჩვენ მიქელ პატარიძე უნდა ვახსენოთ, მოვიხსენიოთ. ვინ არის მიქელ პატარიძე? რამაზ პატარიძის მამა. მიქელ პატარიძე განათლებული კაცი იყო. იმდროინდელი 30-იანი, 50-იანი თბილისის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ყველა კულტურული ღონისძიების. თუ რამ კეთდებოდა საქართველოში, ის იქ იყო. პეტერბურგში 10-იან წლებში, ესე იგი საუკუნის დასაწყისში მიიღო უმაღლესი განათლება და ეს მოუწია რევოლუციამაც ალბათ. რევოლუციამ, თებერვლის რევოლუციის შემდეგ იქ მერე მამაჩემი მეუბნებოდა, რომ თურმე ასე უთხრესო, რომ წადი ახლა საქართველოში გაასწარე აქედან რევოლუცია მოდიოდა რუსეთში და წამოვიდნენ იქაური სტუდენტები, ვინც სწავლობდა იქ და მათ შორის იყო გიორგი ნიკოლაძე, ნიკოლ ნიკოლაძის შვილი, მეგობრები იყვნენ ისინი და ერთად ჩამოვიდნენ და დაიწყეს არაჩვეულებრივი მოღვაწეობა. ცნობილი ამბავია გიორგი ნიკოლაძის მიერ ნაღვაწი საქართველოში 20-იან, 30-იან წლებში სამწუხაროდ გიორგი ნიკოლაძე მერე ნადრევად გარდაიცვალა 1932 წელს თუ არ მეშლება გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა. აი გიორგი ნიკოლაძის გვერდით იყო ყოველთვის მიქელ პატარიძე. სპორტული კლუბი შევარდენი დაარსეს და ცნობილია ამის შესახებ უამრავი ცნობა არსებობს 19 წელში დამოუკიდებელ საქართველოში და მერე ბოლშევიკებმა 1922-ში გააუქმეს როგორც ნაციონალისტური ორგანიზაცია ეს შევარდენი. და ეს კლუბი იყო უამრავი საინტერესო და საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზატორი და წამომწყები. მერე ალპური კლუბი და ალპინიზმის განვითარება საქართველოში იყო გიორგი ნიკოლაძის და ცნობილი ჯაფარიძეები და იქ იყო მიქელ პატარიძე, ალექსანდრა.
სხვათა შორის ბატონი ვანო ჯაფარიძე იხსენებს ხოლმე არაჩვეულებრივი მოგონებები აქვს ამის შესახებ და მადლობა მინდა ბატონ ვანოს ამის გამო გადაუხადო, იმიტომ რომ მიქელ პატარიძეზე შესანიშნავი მოგონებები აქვს მას. შემდეგ მიქელ პატარიძე იყო თარგმნელი. იცოდა არაჩვეულებრივად ფრანგული ენა. იცოდა რუსული თავისთავად. იქ მიიღო განათლება კი ბატონო. პეტერბურგში და ფრანგი პოეტების პირველი თარგმანები და ყველა ცნობილი ფრანგი პოეტი თარგმნა, სიმბოლისტები ცნობილი. მერე რუსი პოეტები, ყველა ცნობილი რუსი პოეტი თარგმნა. და განსაკუთრებით კარგი მცოდნე იყო მაიაკოვსკის. ახლა რაშია საქმე? მაიაკოვსკის ცნობილი ამბავია, ქუთაისელი იყო კაცო ბაღდათელი და განსაკუთრებით ესეც ქუთაისელი, ქუთა გიმნაზიაში სწავლობდნენ, ერთ თანატოლები იყვნენ ფაქტიურად. და პეტერბურგში შეხვდნენ და მეგობრობდნენ. მე წაკითხული მაქვს ერთი მოგონება ასეთი, რომ პეტერბურგში იგონებენ, რომ საქართველოსთან ძღვენი ჩამოგვივიდა ქართული პორმარელიო და ერთი 5 ლიტრა კარგი ღვინო. წავედით მაიაკოვსკისთან და ისეთი ქართული საღამო და გავიხსენეთ საქართველო და ქუთაისიო. ასეთი მოგონება არსებობს. რომ ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, თარგმნელობითი მაიაკოვსკის თარგმნას დიდი დრო და ენერგია შეალია მიქელმა. მერე ბოლოს მამაჩემი ასე მეტყოდა ხოლმე, რომ თბილის განერიდა 30-იანი წლების ბოლოს განერიდა თბილისო. ეთყობა იმდროინდელი რეპრესიების და იმ მოვლენების ახლოვდებოდა 27 წლის სუნი. 30-იანი წლების ბოლოს წავიდა სოფლად. მერე ბაღდადში გაიხსნა, მაშინ 40 წელში გაიხსნა მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი და მისი დირექტორი იყო უკვე სიცოცხლის ბოლომდე. 59 წელში გარდაიცვალა, 65 წლისა იყო. ახალგაზრდა იყო ფაქტიურად. მერე იყო არაჩვეულებრივი ჟურნალისტი. ყველა მოვლენა რაც კი საქართველოში ხდებოდა, მის კალამს არ ასწდებოდა. იყო ნარკვევების ავტორი და გაზეთებში უამრავი უშვის ასვლა შესანიშნავი ნარკვევი აქვს 1934 წელში ეს უშვის ასვლა ქართული ალპინიზმის დიდ გამარჯვებად ითვლებოდა, იმიტომ რომ ქართველები უცხოელები ჩამოდიოდნენ საქართველოში, კავკასიონს იფრობდნენ და ქართული ალპინიზმი მიჩქმალული იყო და გიორგი ნიკოლაძემ დაუდო საფუძველი ძმებმა ჯაფარიძეებმა და მიქელ პატარიძე იქ იყო. მე იყო არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი. ყველა ფოტოგრაფია მაშინ ადონეზე იქნებოდა საქართველოში და მისი ფოტოებით იყო თანაც ეს წერილები და ნარკვევები შესანიშნავად გაფორმებული. არაჩვეულებრივი შრომა აქვს გაკეთებული მე-19 საუკუნის თბილისის არქიტექტურა და ფოტოები, ძველი სახლების, ძველი აივნების რომელიც დღეს ალბათ აღარ არსებობს უმეტესობა, ან არსებობს. რა თქმა უნდა, სხვათა შორის შეიძლება სულ მაქვს ოცნებად, რომ იმ ფოტოებით მოვიარო თბილისი რა არსებობს და რა არ არსებობს, ამის. ასე მოხდა, ხო და მერე პოეტი იყო. თვითონ შინაგანად პოეტი იყო, მაგრამ არაჩვეულებრივი ლექსები დაგვიტოვა, მაგრამ მამაჩემი ამბობდა, რომ სულ ამბობდაო, რომ ერთხელ უნდა დავჯდე და დავხვეწო. დასახვეწია ჩემი ლექსები, დასახვეწია და წიგნად გამოვცეო, ვერ მოასწრო, ისე გარდაიცვალა, რომ მისი პოეზია არ გამოქვეყნებულა. ის მოკლედ რაც შემეძლო მეთქვა, ხო? გალაქტიონთან მეგობრობდა და ყველა ცნობილ პოეტთან, კოლაუ ნადირაძესთან დიდი მეგობრობა ჰქონდა და გალაქტიონს ცნობილი ამბავია ესეც, რომ მწყარედებს სხვა პოეტებსაც, მაგრამ გალაქტიონის პოეზია რუსულად აღღერებულია მიქელ პატარიძის მწყარედებით. მწყარედი იცით ახლა ეს რა არის? სიტყვა სიტყვით, ხო, არის. არა, მწყარედი კი იციან, მაგრამ რომ მიქელ პატარიძის მწყარედებით არის შესრულებული გალაქტიონის რუსული ვერსია, ალბათ ეს არ იციან, ხო? ცნობილი წერილებიც კიდევს, რომ ამდენი მწყარედი დაგიბზადე ბატონო გალაქტიონ და მოდი და წაიღე, ჩაიბარე. მთელი გალაქტიონის პოეზია მერე რუსულ პოეტებს ეგზავნებოდათ ეს მწყარედები და ისინი აკეთებდნენ უკვე გალაქტიონს რუსულად. ძალიან დიდი და შავი საქმე, რომელიც ვინც არის. თავარი საქმე, შავი საქმე ეს იყო. დედა უაღრესად განათლებული და
სამწუხაროდ ისიც ადრე გარდაიცვალა 1951-ში 14 წლის იყო 14 წლის იყო ხო და რამაზის აქვს შესანიშნავი მოგონება დედასთან დაკავშირებული და იმას გავიხსენებ ახლა რომ როგორ ამეცადინებდა დედა სკოლაში პირველ კლასში ვერ მივედი იმიტომ რომ ამბანი ვერ ვისწავლეო ამბობს რამაზი წარმოიდგინეთ ახლა რომ პირველ კლასში რომ მივიდა რამაზი ამბანი ვერ ისწავლა და იძულებული იყო დედა ამეცადინებდა სახლში ახლა დედამისი ხან რომელ საგანს და რას მიამსგავსებდა ამასოს რომ როგორმე გაეგო რამას რატოა ან გამოსახულება ანი დონ რატოა დონ და ასე შემდეგ აიო ჭიანჭველას რომ მივამსგასე ჭარ ასო და დავინახე ჭიანჭველაო ჭარამდე რამდენი ასო გაიარეს და გონება არ გაეხსნა რამას აი ჭიანჭველასთან ჭართან გამეხსნა მივამსგავსო ვიზუალისტი იყო ბატონი რამაზი როგორ ჩანს აი ეხლა წარმოვიდგინოთ ესე რამაზმა მერე ამ ასოთა მიმსგავსების რა ნიჭი დაგვანახა და დედამისის ამხელა დამსახურებაა რომ განავითარა ეს ნიჭი რამაზში მერეო მე თუ ხაზავდი ახლა ამბანებს ვიგონებდიო ამბობს რამაზი ვიდეო მასალა დევს და ვისაც უნდა მოძებნის ამ გახსენებას აი ესე მოკლედ რაც შემეძლო მეთქვა თავად ბატონი რამაზი როგორი იყო მისი ბავშვობა რა მისწრაფებები ჰქონდა თავიდანვე ავლენდა თუ არა რაღაც გასაოცარ მეცნიერულ ნიჭს მეცნიერულს არა გვიან მიხვდა რომ ამის შესახებაც აქვს მოყოლილი რომ აიო ქართული ამბაზე რომ დავიწყეო წაკითხვა რაღაცების და რომ დავინახეო რომ თურმე აღმოსაჩენია და საიდუმლოა და გაურკვეველია ქართული ამბანი მაშინ მოვედი აზეო რომ მემუშაო თორემ მანამდე არა უფრო პოეზიას აღმოსავლეთ ცოდნეობაზე კი და აი უნდა რომელ გზას დამდგარიყავი არ ვიცოდიო პირველ მეორე კურსზე ვიყავი და ჯერ არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა რა გზას დამდგარიყავიო და სადღაც მესამე თუ მეოთხე კურსზე გამეხსნა გონებაო და აი მაშინ დავიწყე უკვე ფიქრი იმაზე რომ უნდა აღმოვაჩინო რა ხდება ქართულ ამბაში რა საიდუმლოდეს ქართულ თუმცა აი ძალიან საინტერესოა რომ ვიდრე ქართულ ამბანთან მივიდოდა ბატონი რამაზი სომხური ამბანის შესწავლა დაიწყო და იქ აღმოაჩინა პირველი აღმოჩენა ეს საკეთ თემა კი ამის შესახებ 68 წელს იყო სწორედ ეს ამბავი 17 დეკემბერს ხო როგორც თქვენ იცით დიახ ეხლა რა ხდებოდა მეცნიერული მოღვაწეობა რამაზმა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და დისერტაცია დაცული აქვს მას ჭვირნიშნებზე გამოკვლევა აქვს უზარმაზარი გაკეთებული და გახდა კანდიდატი. ამის შემდეგ ზუსტად იმ რაც გავიხსენე რომ ქართულ დამწერლობაზე უნდა მემუშაო დაიწყო ქართული ამბანის კვლევა. მაგრამ მე მეუბნებოდა მიყვებოდა რომ ნახე ქართული ამბანი მიმსგავსებული იყო სომხურ ამბანს ერკათაგირს და იყო აზრი იმ შესახებ რომ მესროპ მასწოცმა შექმნა ქართული ამბანი და მაშინ 60-იან წლებში ეს ფართოდ გავრცელებული აზრი იყო და იმისი ეკო დღემდე მოდის არა ბატონ ბადრი ფაქტიურად ესე ითვლებოდა რომ თითქოს მესროპ მასწოცმა მე-5 საუკუნის 30-იან წლებში ჩვენ შეგვიქმნა მე ჯერ შექმნა სომხური ამბანი. როგორი გენიოსი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ორი ამბანი შეექმნა ერთად. ნუ ეთქობა იყო ასეთი გენიოსი. აი ესე იგი 60-იან წლების ბოლოს უკვე დავიწყეო ამბანების შესწავლა და მივხვდიო რომ ჯერ ამ გადავწყვიტეო. ჯერ ამოვიცნო სომხური ამბანი და 1979 წელს მე ხა მოვიტანე აქ ერთი დოკუმენტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ რამაზის ნაჩუქარია, სულ პატარა ვიყავ, მე 10-11 წლის ვიყავ, როცა ეს გადმომცა. ეს არის მე ხა წავიკითხავ რომ არ შემეშალოს მაშინ. ბატონო. საბჭოთა ხელოვნების ჟურნალი გამოდიოდა საბჭოთა ხელოვნება 1969 წლის ნომერი 6
ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები რამაზ პატარიძე თუ გამოჩნდება არ ვიცი, ალბათ ვერ გამოჩნდება. ესე იგი 1969 წელს დაიბეჭდა საბჭოთა ხელოვნებაში ჟურნალში მისი პირველი სამეცნიერო კვლევა დამწერლობის შესახებ სომხური ერკათაგირის საფუძვლები. ეხლა მე თქვი სიტყვა დაიბეჭდა, იმიტომ რომ აგერ მიკავია დაბეჭდილია. მაგრამ არ გამოქვეყნებულა. ეს როგორ? აი საქმეც ამაშია. ესე იგი, აი აქ კიდე მე განმარტებით ნაწილში წერია, რომ მოხსენებად წაკითხულია, ესე იგი, ეს ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები, რამაზ პატარიძე მოხსენებად წაიკითხა 1968 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო სხდომაზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ეს დოკუმენტია, რომ 1968 წლის დეკემბერში დაასრულა პირველი კვლევა დამწერლობის შესახებ, ესე იგი ამ წელს 68 წელს მან დაიწყო ამბანის კვლევა. ნუ როგორც მე თვითონ ამბობდა, ეს მისი ჩანაწერი გვაქვს 2014 წელს ბატონო დავით დამთახვეები, სადაც ის ამბობს, რომ 100 წელი გავიდა და აი 2014 წელს რას გულისხმობდა? ივანე ჯავახიშვილმა დაიწყო ქართული ამბანის კვლევა 1914 წელსო და 2014 წელს მე დავასრულეო ამბანის საიდუმლოს ამოცნობა. 100 წელი მოუნდითო. ჯერ ივანე ჯავახიშვილი და ერთი საუკუნე და მე პავლე ინგოროყვას ახსენებდა, რა თქმა უნდა და მე რაც შეეხება ახლა ცოტა გამიგრძელდა. რაც შეეხება ახლა ამას, რატო ვამბობ, რომ არ გამოქვეყნდა. ოთარ ეგაძე იყო რედაქტორი და მივედი ოთარ ეგაძეს, თვითონ იხსენებდა რამაზი, არავინ არ დამიბეჭდაო ეს კვლევა და ოთარმა მითხრა, რომ მე გავრისკავ და დავბეჭდაო. მიქელთან მეგობრობდა ოთარ. სომხეთში საერთოდ სომხეთში ისეთი რეაქცია ჰქონდა ამას. რატო რა ედო საფუძვლად ეგეთი ბატონი რამაზის კვლევას, რომელიც სრულიად მეუღებელი აღმოჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კვლევით რამაზ პატარიძემ თქვა ასეთი რამე, რომ მესროპ მაშტოცი, როცა ქმნიდა სომხურ ერკათაგირს დამწერლობას, მას სხვა ამბანებთან ერთად ედო ქართული ამბანი. ქართული ასომთავრული. ეწინააღმდეგება იმას, რომ რამაზე ამბობს, რომ მას ედო ესე იგი ფინიკიური ძველი ამბანი, ბერძნული ძველი ამბანი და ქართული ასომთავრული. ანუ ქართული ასომთავრული არსებობდა და მესროპ მაშტოცმა გამოიყენა რა. მე მთელი ჯგუფების შექმნა ქართული ასოების მიხედვით. ეს იყო ბომბის გახეთქვა, იმიტომ რომ ცნობა იმის შესახებ, რომ მესროპ მაშტოცმა შექმნა ქართული ამბანიო, თავდაყირა დააყენა რამაზ პატარიძემ. მესროპ მაშტოცმა მასში აღწევდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც რატომღაც პროტექციას უწევდა სწორედ აი სომხური ლობი მუშაობდა, მოდით ესე ვთქვათ კარგად. პრიორიტეტს ანიჭებდა სწორედ სომხურ კულტურას. ჩვენ უნდა შევაქოთ სომხები, ჩვენი მოძმე ერი. რასაკვირველია შევაქოთ. რომ ასე კარგად მუშაობენ, მათი ლობი ყოველთვის კარგად მუშაობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული უნდა დაგვაჩაგრა, ხო? რა თქმა უნდა. ამიტომ რა მოხდა ახლა? შევიდა ცენზურა ჟურნალში, უკვე დაბეჭდილი, გამზადებული დააპატიმრეს, გაანადგურეს და ამ გამოკვლევის გარეშე გამოვიდა უკვე ნომერი. მერე სტამბაში ამოიღეს რამაზ პატარიძეს მისცეს 200 აი ეს ამონაბეჭდი და თბილისში ასე გავცელდა. და ხელიდან ხელში გადადიოდა და მოედო მთელ თბილისს. ასე გახდა ცნობილი, რომ რამაზ პატარიძის ერკათაგირის საფუძვლებმა აფეთქა მეცნიერებათა აკადემია. ძალიან საინტერესოა ბატონ დავით. გადავიდეთ ბატონი რამაზის უშუალო მეცნიერულ სამუშაოზე. მან ფასდაუდებელი განძი დაუტოვა საქართველოს 64 წლის განმავლობაში ის იკვლევდა ქართულ ასომთავრულს. რა შედეგით დასრულდა მისი კვლევა-ძიებანი და რა დაგვიტოვა მემკვიდრეობად ბატონმა რამაზს? ერთი ბედნიერება, როცა უსმენთ ბატონ ბადრი პატარიძეს, დიდი რამაზის შვილს. და რამდენად ძვირფასია მისი ბაბუის, ბებიის და რამაზის პატარაობის პერიოდის გახსენება, როგორი საქართველო იყო მაშინ.
როგორი დიდი ადამიანები ცხოვრობდნენ, როგორ მძიმე დროში და რამდენად დიდ საქმეებს აკეთებდნენ. მე შემიძლია ბატონ მიქელზე დავამატო, რომ მისი თარგმანი ერედია ცნობილია, ეს არის ფრანგული ენიდან თარგმნილი ლექსი, რომელიც თვითონ საფრანგეთში როგორ დაიწერა, იმაშიც კი გაოცებული არიან თვითონ ფრანგებიც კი. ურთულესი და როგორც პოეტური ქმნილება, ურთულესი რამ არის და მისი თარგმნა ზუსტად იმ კომპოზიციით, როგორც ის ფრანგულზე შეიქმნა, თითქმის შეუძლებელი იყო და მან ბრწყინვალედ შეასრულა. იმედი მაქვს, რომ მის წიგნსაც ისევე მოუვლის ბატონი ბადრი, როგორც მამამისის მომავალ წელს გასამართ ერთ საუკუნოვან იუბილეს. შეგაძლევთ ბატონ ბადრი. რაც შეეხება ბატონი რამაზის აღმოჩენას. სამყაროს ქმნის ღმერთი ყველაფერს. მაგრამ ამას გარდა კიდევ არსებობს რაღაცეები, რომლებიც ადამიანებმა შექმნეს. აი ადამიანებმა რაც კი რამ შექმნეს დედამიწაზე. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არანაირი უცხო პლანეტა ცნობილი არაა, რომ სადმე სულიერი ცხოვრობდეს არათუ ადამიანი. აი რაც კი რამ შექმნეს ადამიანებმა რამოდენიმე 1000 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი აღმოჩენა თუ კი რაიმე შეიძლება იყოს, ეს არის დიდი რამას პატარაძის აღმოჩენა ქართული ასომთავრული. ეს არის ადამიანის ინტელექტის მწვერვალი, ვინც ეს შექმნა, შემდეგ ეს დაძინებული იყო 1000 წლის განმავლობაში და ეს ამოიკითხა. დღევანდელი გადაცემა ასე გამოგვდის ჩვენ, რომ ბადრიმ ნამდვილად ყველაზე მეტი იცის ბატონი რამაზის სამეცნიერო კვლევებიდან, იმიტომ რომ ბევრი რამ, რომელიც არ გამოქვეყნებულა, მას აქვს და ის თუ მომიყვება მე და ის თუ გააჟღერებს და აქედან გამომდინარე ის უაღრესად განათლებული კაცი ბრძანდება ბადრიმ ყავსვადელობაში და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოვა გარდა იმისა, რაც დაიბეჭდა. მაგრამ ვინაიდან მას მოსაყოლი ბევრი აქვს თვითონ რამაზე, როგორც ადამიანზე და მის შესახებ, როგორც მამამისზე. ამიტომ მე მარგუნა ეს ბედი რომ მოვყვე რას ნიშნავს ქართული ანბანი, ამ შემთხვევაში იგულისხმება მხოლოდ ქართული ასომთავრული. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რომ სოფლიოში 14 ანბანი არსებობს და ერთ-ერთი ქართულია, ამას ჩვენ შეიძლება ამ 14 ანბანს მივაკუთვნოთ მხედრული ანბანი. ესეც ჩვენ დღეს ვსარგებლობთ და ვთქვათ რომ მხედრული ერთ-ერთია 14-დან და კი ბატონო, ესეც მოიხსენიება, მაგრამ რაც შეეხება ასომთავრულს, მას არათუ რომელიმე ანბანი, არამედ არც იეროგლიფები, არც ლურსმული დამწერლობები ვერ შეედრებიან იმ მასშტაბით, რაც თურმე ამ ანბანს თავის თავში აქვს დაფლული. აი ეს აღმოაჩინა რამაზ პატარაძემ. ამიტომ ჩვენ ვთხოვოთ რეჟისორს, რომ დავიწყოთ სლაიდების საშუალებით, გავაცნოთ მაყურებელს ჯერ შინაარსი ქართული ასომთავრული ანბანისა. ჩვენი ულამაზესი ასომთავრული. ეკრანზე თქვენ ხედავთ 35 ასონიშანს. ასონიშნები ჩანს ყვითელი ფერითაა, მის ქვემოთ მოცემულია ციფრები, ეს მიუთითებს ასონიშანის ადგილს წკრივში, პირველია, მეორეა თუ 35-ია, თქვენ ხედავთ რომ 35 განათებული ფერით მაქვს ვაკეთებული, რომ ეს არის ჯან, რომელიც ასრულებს ქართულ ასომთავრულს და ჩვენ ხედავთ ასევე ზემოთ დაწერილ ციფრებსაც და რიცხვებსაც. 9 პირველი 9 რიცხვი ეს ერთეულებია, შემდეგი 9 ათეულებია, მაგალითად i უკვე 10 რომ ხდება, მას მოსდევ შემდეგ კანი, ის 20-ია, 30, 40, 50, შემდეგ რაეს ხედავთ რომ 100-ია, 100 მოყვება 200, 300, 400, ასე შემდეგ მივდივართ 1000-ებამდე და ასეთი მოცემულობა გაგვაჩნია. მწკრივში ასონიშანის ადგილს, ანუ რიგის ნომერს, რიგით სათვალავს, როგორც ამას ბატონი რამაზი უწოდებდა, ეს რიგითი სათვალავი გამოიყენება ისევე როგორც მისი რიცხვითი მნიშვნელობა გაანგარიშებებში, ასტრონომიულ გაანგარიშებებში. ნებისმიერი ადგილი, მწკრივში რომელიც უკავია ასონიშანს, ნებისმიერი ასონიშანის გრაფიკა და განსაკუთრებით კი სახელდება ჩვენ გვაძლევს უზარმაზარ ინფორმაციას. თითოეული ეს მონაცემი, გრაფიკა, რიგითი სათვალავი, რიცხვითი მნიშვნელობა, სახელდება და ის მრავალი შრე, რომელსაც თითოეული ანბანი შეიცავს, ჩვენ გვიყვება პრაქტიკულად უკვე ცივილიზაციის ისტორიას და ცივილიზაცია იწყება მაშინ, როცა ადამიანმა ანბანი შექმნა. ჩვენ ახლა ვხედავთ მრავალ განზომილებიან, მრავალ შრეების მქონე 35 ასონიშანს, რომელიც ჩვენ 1000 წლების მანძილზე მიმდინარე პროცესებს გვიყვება ასტრონომიის გამოყენებით და შემდეგ უკვე
სხვა ენათმეცნიერების გამოყენებითაც. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ მეორე სლაიდზე და ვაჩვენოთ რა მნიშვნელობა ენიჭება გრაფიკას. ეს არის მთვარის ფაზები. მთვარის ფაზების ქვემოთ წერია 4-7-იანი, ერთიანი და ნახევარი. რას ნიშნავს 4-7-იანი? ეს არის 4 კვირა 28 დღე, რომელიც დროსაც მთვარე ცაზე მოჩანს. ანუ ღამეთ ჩვენ 28 დღის განმავლობაში მთვარეს ცაზე ვხედავთ. შემდეგ რომ წერია +1, ამ ერთ დღეს მთვარე ცაზე აღარ მოჩანს. ამ დროს მთვარეს ძინავს. და მერე გამოჩნდება დღენახევრის განმავლობაში. და შემდეგ ნახევარი ღამე რომ გავა კიდე ამ ერთი დღის შემდეგ პირველი ნახევარი ისევ არ ჩანს და მეორე ნახევარში იბადება უკვე მთვარის ახალი თვე. ესე იგი ჩვენ გვაქვს ფაზების ცვლილება. ამ 4-7-იანის ფაზების ცვლილებას მიუთითებს 5 ასონიშანი. ეს არ არის რომ წერია თქვა ანი პირველი ასონიშანი, შემდეგ მერვე, მე-15, 22 და 29. ეს არ ნიშნავს რომ აღნიშნავდეს დღეს, არა. ეს გრაფიკა აღნიშნავს მომენტს, პირველი აღნიშნავს მომენტს მთვარის დაბადებისა, მარტო მომენტს და არა დღეს. მეორე ასონიშანი, რომელიც მერვეა და მას სახელად ეწოდება ჰ, ეს არის ასონიშანი ვერტიკალური ხაზი და მარჯვნივ ჩვენგან მარჯვნივ გაწვდილი ხელი, რომელიც ღიაა, თქვენ ხედავთ მის გვერდით მთვარეს, რომელიც მარჯვენა ნახევარია განათებული, ესე იგი პირველი ფაზა დამთავრდა 7 დღე, ერთი კვირა დასრულდა, იწყება მეორე ფაზა და აი მეორე ფაზის დასაწყისი მომენტია, უკვე მთვარე ნახევრად განათებულია. გაივლის კიდევ ერთი კვირა, ჩვენ ამ კვირეებით ცხოვრობთ. ეს კვირეები ამაზეა დამყარებული. ჩვენ რომ სამსახურში მივდივართ ორ შაბათს, აი ეს ფაზებია, ამის განსაზღვრელი. არის მხოლოდ ქართულ კალენდარში სხვა ქვეყნებში. არა, სხვაგანაც არის თვარი კალენდარი, მაგრამ ახლა 7 დღიანი არ არის ყოველ შემთხვევაში. 7 დღიანია, კი არა, მესოპოტამიაში 7 დღიანი იყო, ეს აგებულია შუამდინარეთზე, ოღონდ გრაფიკულად ამ შემთხვევაში ქართული ანბანი გამოსახავს, რასაც მე ვლაპარაკობ ამ ფაზებს. გაივლის კიდევ 8 დღე, მე-15 ასონიშანი უკვე თითქმის შეკრული წრე არის, მთვარე სავსეა განათებულია და მე-15 ასონიშანი აღნიშნავს რომ მთვარე განათებულია ამ მომენტს და არა დღეს. ალბათ მოვადრო ბადრი მოყვება 15-დან რო იწყება ათლა და მიდის ანისკენ და ისე უკან ბრუნდება, ეს სხვა ფაზე, სხვა რამის აღნიშნულია. ანუ თითოეულ ასონიშანს მრავალი დანიშნულება გააჩნია. მე მარტო ერთზე ვყვები ფაზის ცვლილების მომენტის აღნიშნულს. გაივლის კიდევ 7 დღე 22 ასონიშანი, აი 15-ს რომ 7 მივუმატო 22 არის, გვიჩვენებს რომ ვერტიკალურ ხაზზე უკვე დახურული ნახევარწრი არის, რაც მიუთითებს რომ მე უკვე მცირდები როგორც განათებული ციური სხეული და მე უნდა სულ ჩავქრე საბოლოო ჯამში, რასაც უკვე 29 წანი გვეუბნება რომ აქ მთვარე ფაზას ამთავრებს, ხილულ ფაზას ამ შემთხვევაში. ესე იგი, აქ ჩვენ ხედავთ რომ გრაფიკა მეორე, მესამე და მეოთხე ასონიშნებისა გველაპარაკება ფაზის ცვლილების მომენტზე. მე განათებული ვხდები და ვიზრდები როგორც ნათელი ციური სხეული, შემდეგ სრული მთვარეა, სავსე მთვარეა და შემდეგ მე უკვე მცირდები როგორც განათებული და მივდივარ უკვე უხილაობისაკენ. გადავიდეთ მესამე ასონიშანზე. ჩვენ ეხლა ვისაუბრებთ სახელდებაზე. როგორ არის სახელდებული ქართული ასონიშნები? აქ მონაწილეობს 5 მარცვალი: ან, ხარ, რაე, ილ და ლას. მთვარის კალენდარში მთვარის კალენდარზე ვსაუბრობ ჩვენ ახლა. ხო, ლას ამ შემთხვევაში არ მონაწილეობს მხოლოდ და მხოლოდ. ლასი ეს არის ერთადერთი ასონიშანი, რომელიც მთვარის კალენდარში არ მონაწილეობს. ის მხოლოდ მზეში იწყებს მუშაობას, როგორც ასონიშანი და როგორც ასტრონომიული მაჩვენებელი. ანით სახელდებულია 21 ასონიშანი. როგორ ხდება ეს, როგორი პროცესია? ჯერ დავასახელოთ ხმოვნები. თვითონ ა, იგივე ან, შემდეგ ე, ი და ო, ანით სახელდებულია ეან, იან, ოან, რახანური ხმოვანია ა იკვეცება და გვჩება ენ, ინ და on. თავისთავად ანით სახელდებული n, ასევე მისი საშუალებით ხდება სახელდება ზენისა, n ზენი, onით სახელდებული არის დონი, on და დონი და inით სახელდებულია კიდევ სამი ასონიშანი, ვინ, შინ და ჩინ. აი ჩვენ ახლა დონი ვახსენე და ვინი ვახსენე, ამ გადაცემაში გვექნება საშუალება, რომ რატომ არ არის dan და რატომ არის don, ხომ? ამას ჩვენ მოვუყვებით. რატომ არის ვინ და რატომ არ არის when მაგალითად, არა? რამ გამოიწვია? ამაზე ჩვენ მოგითხრობთ. აი ეს 21 ასონიშანი ჩვენ გვეუბნება რომ ის 4-7-იანი რო ვანახეთ, იქიდან 3-7-იანი, ანუ 3 კვირა ანით სახელდებულია. მთვარისთვის პირველი, მეორე და მესამე კვირა ანით სახელდებულ ასონიშნებს აქვს ეს ფუნქცია, რომ ითქვას, რომ ეს რომელი დღე არის თვეში. შემდეგ ან ჩვენ ვიცოდეთ, რომ ეს არის შუმერების
ღმერთთა ღმერთია, უდიდესი ღმერთია, ეს შემდეგ ცის ღმერთთაა წოდებული და ცოტა მოგვიანო მხარეს ის მთვარის ღმერთად იწოდება, ხდება სინკრეტიზაცია. დიდი ღმერთი და მთვარის ღმერთი ერთიანდებიან და სინკრეტიზაცია ქვია ამ პროცესს. ანუ ან ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, რამაზე ამბობდა სხვათა შორის, რომ ქართული ანბანი ეს არის სინთეზი შუამდინარეთის შუმერულ აქადური ანბანისა და ეგვიპტურ მთვარის კალენდარისა და ეგვიპტური მზის კალენდარისა. ესე იგი, ის ქართულ ანბანს წარმოაჩენდა როგორც ორი ცივილიზაციის, პირველი ცივილიზაციის და მეორე ცივილიზაციის იქ არსებული კალენდარული ინფორმაციის, ასევე საღმრთო პანთეონების სინთეზის შედეგად მიღებულ 35 ასონიშანს. ბატონ დავით, აქ ხოჭა გეკითხებით. ჩვენი შუმერული წარმომავლობის შესახებ, არის ბევრი მოსაზრება. ხო არ შეიძლება რომ ამითაც დამტკიცდეს ეს უფრო როგორ ვთქვა, უფრო შორიდან მოსავლელი საკითხია და მე რომ ჩავეტიო დროში თქვენი ნებართვით მოდით ამაზე ვისაუბრებ ხო ასე ამბობდა რამას ძალიან უყვარდა მატიანის შემეცნებათაი უკვე დაკარგული ეს უზარმაზარი ჩვენი საინფორმაციო წყარო ეს წიგნი მე-19 საუკუნეში იყო და შემდეგ აღარ ჩანს დაიკარგა და იქიდან ამოწერილი ერთი აბზაცი რომელიც შეეხება ჩვენი ანბანის შექმნას რამას ამის გამეორება უყვარდა ზეპირად დიდ აბზაცს კითხულობდა და როგორი ტემბრით კითხულობდა ბადრი ხომ გახსოვს არა იქ პატარა მონაკვეთია რომ ქმნილ არს, ანუ ქართული ასომთავრული, ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა. ანუ ის ჩვენ ანბანს აყენებდა ებრაულის და ქალდეური ანბანების შემდეგ, როგორც ორი ცივილიზაციის, ორი პირველი ცივილიზაციის შუმერული, მთვარის კალენდრის ცივილიზაცია და ეგვიპტური მზის კალენდრის ცივილიზაციის სინთეზს. ჩვენ დღეს ყვებით იმაზე რაც რამაზე დაგვიტოვა ჩვენ და აქ თავისუფალ მოაზრეობის უფლებას არ ვაძლევთ საკუთარ თავსაც კი რაც რამაზე დაგვიტოვა ჩვენ ისევ ვმჯელობ ზუსტად. ჩვენ დაუბრუნდეთ ისევ იმ მესამე სლაიდს თუ შეიძლება რომ გავაგრძელო სახელდების შესახებ ინფორმაცია. აი ანით სახელდებული შუმერთა ღმერთთა მამა ცის ღმერთის ანით სახელდებული 21 ქართული ასონიშანი, მას შემდეგ მოყვება კიდევ ერთი კვირა, რომელიც ხარითაა სახელდებული შუმერში და შემდეგაც აქადელებთანაც ხარი იყო ცის ღმერთის ზოომორფული შვილი. ესე იგი მამა ანიდან შვილ ხართან აქ ამ 28 ასონიშანში, 3 შვიდეულში და 1 შვიდეულში მთვარის ხილული კალენდარული ციკლია მოცემული. აი იქ შემდეგ რა ერთი სახელდებული 4 ასონიშანი, რაე, ჰე, ие და ვიე მე მოგახსენეთ წინა სლაიდზე. აი აქ ეს 3 ასონიშანი, რომელიც ფაზებს აღნიშნავს. თვითონ რაე უნიკალური იმითაა, რომ ის მონაწილეობს როგორც მთვარის კალენდრის სახელდებაში, ასევე მზის კალენდარში. ანუ რაე ამ შემთხვევაში გამოერთიანებელია, ამასაც გეტყვით უნდა მოგვიანებით და აქ ახლა ჩვენ გადავდივართ უკვე 2 ასონიშანზე. რომელიც ილითაა სახელდებული ილ აქადში იგივე ღმერთია ილუ ან ილ და გამოისახება ზუსტად ისეთივე ვარსკვლავური რა იყო და ლურსნული დამწერლობითი ნიშნით როგორცაც ანი წარმოადგენდა ილ სახელდებს ძილს და წილს ძილ და წილ ძილ რატომ ქვია ახლა ჩვენ გადავდივართ სახელდება რას ნიშნავს რატომ ქვია ძილ იმ 29 მთვარის კალენდარში 29 ასონიშანს იმიტომ რომ იმ ღამეს მთვარეს ძინავს არ ჩანს საერთოდ ამიტომ მას ეწოდა ძილ ის ძილშია შესული რატომ ქვია წილს წილი იმიტომ რომ პირველი წილი ანუ პირველი ნაწილი ღამისა ის ჯერ კიდევ არ ჩანს და შემდეგ უკვე 29 ნახევარი დღეღამე რომ გავა, აი 20 არ ამთავრებს 30-ს ბოლომდე, აი იქ მეორე ნახევარში ახალი მთვარე იბადება. და ჩვენ შეგვიძლია და ლასს ხა თავს შევიკავებ, იმიტომ რომ მზის კალენდარზე რო გადავალთ, მაშინ გავხსნათ ლასის საკითხი და ჩვენ შეგვიძლია შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, რომ უკვე მთვარის კალენდარი დავასრულო. აქ ჩვენ ვხედავთ რაეს მთავარ ფუნქციას. რაეს გრაფიკა რას გვიჩვენებს? გარდა იმისა, რომ ის არის ბორჯღალის უმინიმალურესი ვერსია. ეს იგივე ბორჯღალი ოღონდ ყველაზე მცირე რამ. ეს არის ყველაზე დინამიური ასონიშანი, რომელიც კი შექმნილა ყველა ასონიშანს შორის მთელ მსოფლიოში შექმნილი ანბანებიდან. ეს რომ დავაბზრიალოთ, ჩვენ დავინახავთ მაუსის მოტორია თუ რა არის თუ როგორია, ეს არის უდინამიურესი ასონიშანი. აქ შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ ეს ორი ფეხი დიდი და მცირე ეს ნახევარწრიები რომ არის ერთით ის მიეკუთვნება მზის კალენდარს და თავის თავში აერთიანებს მთვარისასაც რატომ იმიტომ რომ
მზის კალენდარი 30 დღიანია, 24 საათიანია და მზის თვე 30 დღეს მოიცავს და თვარის თვე ნახეთ რომ 29 ნახევარი დღე არის. ის არ ემთხვევა მზისას. ამიტომ ერთი რომ ბრუნავს 29 დღე ნახევარი ყოველი თვე რო გადის და მეორე რომ 30 დღით მიდის, ისინი ერთმანეთს ისე საწყის წერტილში ხვდებიან მხოლოდ 19 წლის შემდეგ. 19 წელიწადია, როცა ჩვენი ეკლესია აღდგომის დღესასწაულის დღეს განსაზღვრავს. აი 19 წლიანი ციკლი ზუსტად ამაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ აღდგომის დღესასწაულის თარიღი იანვარიშება მზის კალენდარიდან და მთვარის კალენდარიდან და ვინაიდან ისინი 19 წელიწადში ამთავრებენ თავიანთ ციკლებს და ისევ ერთ წერტილში ერთიანდებიან და ახალი ციკლი იწყება. ბერძნები ამას მეტონის ციკლს უწოდებენ, ბერძნული სახელწოდება. სწორედ ამიტომაც რაე აქ არის მზის და მთვარის გამაერთიანებელი ასონიშანი ქართულში და ამას ჩვენ ეკრანზეც ვხედავთ. მოდით მე ახლა ისევ თქვენ და ბადრის აგითხოვთ არეალს, იმიტომ რომ მაყურებელს მიცეთ საშუალება რომ ასონიშნების რაობა, შინაარსი, თვარის კალენდარი ნელ-ნელა მაინც გაითვისნობიერონ და შემდეგ კითხვას უკვე მზის კალენდარზე უპასუხებ. ბატონ ბადრი, როგორი იყო ბატონი რამაზის სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისი? როგორ შეხვდა მას ქართული სამეცნიერო საზოგადოება, რომელშიც არ იყო ასე ადვილი ახალი ნოვაციების დანერგვა, ხო? დიდი ძმა რუსეთი და საბჭოთა კავშირი რასაკვირველი აპეკუნობას უწევდა ქართულ მეცნიერებასაც, არ შეიძლებოდა რომ ქართული მეცნიერება იმაზე დიდი ყოფილიყო ვთქვათ ვიდრე რუსული, ვიდრე საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა ერების მეცნიერებები, არ შეიძლებოდა რომ ჩვენ 3000 წლოვანი ერის სახელმწიფო ვიყავით უზარმაზარი კულტურით, ვთქვათ თუნდაც იმაზე დიდი წარმოჩენილი ვიყავით ვიდრე იყვნენ სომხები, ხო? როგორი იყო ახალგაზრდა მეცნიერის პირველი ნაბიჯები და რამდენად ადვილი იყო ახალი სიტყვის თქმა მეცნიერებაში? ბატონო, მე წეგავს საუბრობდი აი ქართული დამწერლობის დაწყება რამას პატარიზემ დაიწყო სომხური დამწერლობის შესწავლით და როცა ამოიღეს ეს ჟურნალიდან ეს კვლევა, მე ამას მოყვა გარკვეული მოვლენები. ახლა საქმე რაშია, საბჭოთა კავშირში იყო ასეთი წესი, რომ მეცნიერი მუშაკს აუცილებლად წლის დასაწყისში უნდა წარედგინა საკულავია თემები, რაზე მუშაობდა, დაუმტკიცებდნენ, გეგმაში ჩაჯდებოდა ინსტიტუტის და მუშაობდნენ. და ამოწმებდნენ პერიოდულად მის რა თქმა უნდა, და მე წაიკითხავდა ამ შრომას ინსტიტუტის საერთო სხდომაზე. მაგრამ რამაზ პატარიძემ ეს წესი დაარღვია. არავის არაფერი შეუთანხმა, ისე დაიწყო მუშაობა სომხური დამწერლობის კვლევაზე და შემდეგ უკვე ქართულ დამწერლობაზე. ამას მოყვა დიდი სკანდალი. ეხლა რატო? როცა ნახეს, რომ ასეთი შრომა გამოქვეყნდა, თავდაყირად ადგა მთელი მეცნიერული წარმოდგენა ქართული ამბავის წარმოშობის შესახებ, დაიწყეს კვლევა, რანაირად მოხდა, რომ ამ კაცმა ეს შრომა შეასრულა. ახლა მაშინ მეცნიერებათა აკადემიაში ამ საკითხებს განაგებდა ქართოლოგი, ყველაზე დიდი ქართოლოგი ვიცით ვინც იყო მაშინ, ბატონი აკაკი შანიძე. და ამავე დროს ბატონი აკაკი შანიძე იყო არმენოლოგიც. ანუ ის საკითხი, ეს საკითხი რამაზ პატარიძეს აუცილებლად უნდა შეეთანხმებინა და უნდა სცოდნონ და ბატონ აკაკის. ეს რა თქმა უნდა რამაზმა არ ქნა. და რატომ? იმიტომ რომ კარდინალურად განსხვავდა. იცოდა რომ უარს ეტყოდნენ, რა თქმა უნდა. და რატომ უნდა ეთქვა თუ არა? მე ვერ გეტყვით, ალბათ იმიტომ რომ მაშინ სხვათა შორის ესეც რამაზისგან ვიცი, იყო თემები, რომლებსაც ტაბუედო. აი ამ თემაზე ვერ იმუშავებდი. ესე კი ერთხელ მიიღეს რაღაც ფორმულა. ხო, აი რაღაცა თემა იყო ამ მეცნიერის, რაღაცა თემა იყო ამ მეორე მეცნიერის. და შენ ამ თემებში არაფერი გესაქმებოდა, არ ფაქტიურად მეცნიერება წინ ვერ უნდა წასულიყო. რაღაცა საუკუნის განმავლობაში შეფერხდა ეს მეცნიერული კვლევა, ხო? აი არქეოლოგიაში სხვათა შორის იგივე რამაზისგან ვიცი, რაღაცა არქეოლოგიური აღმოჩენა აღმოაჩინეს ხო საქართველოში ის აუცილებლად იყო რომელიღაცა მეცნიერის აკადემიკოსის დიდი მეცნიერის ან ვინც გათხარა ან მასთან ერთად ვინც ამ თემაზე მუშაობს
შენო უფლება არ გქონდა რომ ამ საქმეში ჩაგეხედა. შეგეშალა იქ. იყო ასეთი რაღაცა. კი ბატონო, წაიბორძი კი არავს არ აინტერესებს. ხო. ეხლა რა მოხდა მე რამას პატარიძეს უჩივლეს ამ დამწერლობის ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კომპარტიის ცეკაში, მაშინ კომპარტიის ცეკა განაგებდა საქართველოს და საჩივარი აკადემიკოსებმა დიდმა აკადემიკოსებმა. იგორ დიაკონოვი, ანბათ ეს უფრო ცოტა სხვა თემა. ქართველმა ჩვენა მეცნიერებმა უჩივლეს ამას, რომ ერთაშორის შუღლის ჩამოგდებას ეწევა რამას პატარიძე სომხებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდებას ამ მეცნიერული კვლევითო. მაშინ ცეკაში, პარტიის ცეკაში იდეოლოგიურ საკითხებს ცეკას მდივანი დევის ტურვა განაგებდა, იყო ცნობილი პიროვნება, იმ დროს საკმაოდ ცნობილი. იდეოლოგია, საბჭოთა კავშირი იდეოლოგიური სახელმწიფო იყო და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა იდეოლოგია ერთ-ერთი პირველ ადგილზე იყო და ცეკას მდივანი, რომელიც იდეოლოგიას განაგებს, აი მასთან მოხდა განხილვა ამ რამოს პატარიძის კვლევის. ერთ მხარეს ისხდენო ეს მეცნიერები, მეორე მხარეს მარტო ვიჯექი მეორე ამაზე მიყრებოდა და მოგვისმინაო დევის ტურვა და ბოლოს თქვაო რომ მე ვერ ხედავ ვერავითარ შუღლის ჩამოგდებას რამას პატარიძეს აქვს ასეთი თვალსაზრისი მისი მეცნიერული კვლევა თუ სომეხ მეცნიერებს აქვთ რაიმე სხვა თვალსაზრისი ან თავიანთი განსაკუთრებული აზრი მათაც შეუძლიათ კონდეთ ეს აზრი გამოაქვეყნონ დაბეჭდონ კი ბატონო დევის ტურვამ აშკარად დაიცვა რამას პატარიძე თორე ესეთი მუხლი იყო მოკლედ ერთა შორის შუღლის ჩამოგდება საბჭოთა კავშირში ისჯებოდა ციხით რა თქმა უნდა ყოველ შემთხვევაში ეს დევის რომ არ დაეცვა გამორიცხულია რამას პატარიძის შემდგომი მეცნიერება დავიწყებული იქნებოდა არავითარი ერთ ინსტიტუტში იმუშავებდა ვერაფერს ვეღარ მიაღწევდა რამას პატარიძე დევის ტურვამ დაიცვა დევის ძმა იყო მელორ სტურვა ცნობილი საბჭოთა ჟურნალისტი საბჭოთა თორე ქართველი იყო კაცო და კლასელები იყვნენ რამაზი და მელორ სტურვა შეიძლება ამანაც იმოქმედა ხო და მის ოჯახში გავიძა იმ ოჯახში ხშირად სტუმრობდა ხო და ეს დევი გვისმენდა ხოლმეო სულო ახლა ჩვენ რო ვკამათობდითო მე და ცოტა მოკლედ დევი აშკარად რამას პატარიძის მხარეს დადგა შემდგომში 70-იანი წლების დასაწყისში სიტუაცია შეიცვალა. თუ ესე იგი დევი მფარველობდა უკვე რამას და ეს ყველა მიცოდა, შეიცვალა სიტუაცია, საქართველოში მოვიდა შევარდნაძე, დადგა შევარდნაძის ეპოქა და ამავე დროს მეორე პიროვნებად საქართველოში შევარდნაძესთან ერთად მოვიდა ზურაბ პატარიძე. უახლოესი ნათესავი რამას პატარიძის, ვისაც ახსოვს, მისას საბჭოს თავმჯდომარე იყო და ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა იყო ახლა ახალგაზრდა ვიყავი სტუდენტი და ითვლებოდა მაშინ აი ედუარდ შევარდნაძის შემცვლელადაც კი მიიჩნევდნენ ხო ამიტომ მაშინ ასეთი აზრი იყო რომ თლად კარგი ურთიერთობა მათ ერთმანეთთან არც კი ჰქონდათ ედუარდ შევარდნაძეს და ზურაბ პატარიძეს მაგრამ ზურაბ პატარიძე მიუხედავად რომ რამაზი და ზურაბი ერთად იყვნენ გაზრდილები ვერაფრით დაეხმარებოდა რამას არ ჩაერეოდა მის მეცნიერულ საქმიანობაში რამასთან მოდიოდა ხშირად სტუმრობდა სოლიკო ხაბეიშვილი ცეკას მდივანი იდეოლოგიური ისიც ცნობილი არაორდინარულად მოაზროვნე და საკმაოდ ძლიერი პიროვნება ძალიან ნიჭიერი და სხვათა შორის რაღაცა ეროვნული პატრიოტიზმით გასჭალული პიროვნებაც იყო უდავოდ. კი ბატონო. ხშირად მოდიოდა რამას დაინტერესებული იყო ქართული ალბანის კვლევით და ერთხელ მითხრა რამაზმა რომ იყო ჩემთანო სულიკოვო და მითხრა რომ შევარდნაძეს უნდა შენი წიგნიო ეს უკვე გამოცემული იყო. ქართული ასომთავრული. როდის გამოიცადა რა წიგნი ესე უნდა რა თქმა უნდა შევეხები ახლა ამ თემაზე გადავალ. მე წარწერა გავაკეთეო და მოკლედ ედუარდ შევარდნაძეს ქართული ასომთავრული სულიკო ხაბეიშვილა რა თქმა უნდა მიუტანა და მაგრამ ამის შემდეგ ედუარდ შევარდნაძისგან ამ შრომის შესახებ არაფერი არ ვიცით
წაიკითხა, ალბათ ედუარ შევარდნაძე ისეთ პიროვნება იყო, აუცილებლად გადახედავდა, აუცილებლად დაინტერესდებოდა და მაგრამ თავარი მოწინააღმდეგე ამ პერიოდშიც და აი საბჭოთა კავშირის ბოლო დღემდე ეს იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემია. ახლა მოყვები იმ ფაქტს, რომელიც მე ადრეც მაქვს მოყოლილი, მე უკვე ვთქვი, რომ რამაზმა დაიცვა დისერტაცია საკანდიდატო 1965-ში აქ თუ 66-ში დაცული და მოვიდა ჯერი სადოქტორო უნდა დაიცვას, უკვე მეცნიერია, ლექციებს კითხულობს, 70-იან წლებში ძალიან პოპულარული გახდა რამაზის ლექციები, მე სტუდენტი ვიყავი და ვესწრებოდი ხშირად 6-7-ჯერ ვარ დასწრებული და აუდიტორიას იპყრობდა რამაზი თავისი გამოსვლით. არაჩვეულებრივი ორატორი იყო, სხვათა შორის არაჩვეულებრივი. ორატორის თავიდან ვამაყობდი ხოლმე რომ ვიჯექი ლექციაზე. იმიტომაც ეთყობა რომ ძალიან დარწმუნებული იყო თავის სიმართლეს და ეს იყო პირველ გამყვალავი ხო აი ამ გზის და ამიტომაც. ეხლა უნდა დაიცვა დისერტაცია, სადოქტორო, მაგრამ წესი იყო ასეთი რომ აუცილებლად ცენტრში მოსკოვში უნდა დაცულიყო, ცენტრალიზებული იყო ეს თემაც საბჭოთა კავშირში და ამ საკითხებს განაგებდა იგორ დიაკონოვი, ცნობილი რუსი ლინგვისტი, ამბავწოდნე, აღმოსავლეთწოდნე, არმენოლოგი, ეგვიპტოლოგი, ირანისტი. მოკლედ, დამწერლობის ყველანაირ საკითხს განაგებდა საბჭოთა კავშირში ეს კაცი და ოპონენტი დისერტაციის დაცვისას იგორ დიაკონოვი იქნებოდა და მის გარეშე არაფერი დისერტაცია არ გამოვიდოდა. ამიტომ რამაზი ჩასულა, გააგზავნა ლიცენზია რუსულ ენაზე, მოკლე და ჩავიდა ლენინგრადში, იქ იყო პეტერბურგში დაარსდა ეს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ცენტრი აღმოსავლეთმცოდნეობის და იქ იყო, იქ მოღვაწეობდა იგორ დიაკონოვი. მიიღო იგორ დიაკონოვმა, ცოტა ხანს მომისმინაო, შემოწყვეტინაო და მითხრაო, რომ ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ქართული დამწერლობა შექმნა მესროპ მაშტოცმა. რაც ძირშივე ეწინააღმდეგებოდა მის დისერტაციას. თქვენ ახალგაზრდა თავისუფალი ბრძანდებით, ესე იგი ცივად გამოუშვა, ცივად დაამთავრა. ამით დასრულდა სადოქტორო დისერტაციის თემა. მე რომ ჩამოვიდა, შეუთავაზებიათ რამაზისთვის, რომ განებე ხლა ასომთავრულს და სხვა თემები გაქვს უამრავი და შემოიტანე და დაიცავიო. მაგრამ პრინციპები ქონდა რამაზ პატარიძე აი ყოფით საკითხებში ძალიან რბილი პიროვნება იყო. ჩემთან ურთიერთობაში, მეუღლესთან, შვილებთან, მეგობრებთან, რბილი, ურბილესი, მაგრამ რაც შეეხებოდა ქართულ დამწერლობას, ამბავს. იმიტომაც იყო დიდი მეცნიერი. უზარმაზი პრინციპების ბატონ დავითმა იცავდა. ცეცხლი და მახვილის იცავდა ქართულას. არაფრით არ ქნა, მე სხვა თემას სადოქტოროთ არ გავიტანე. თუმცა ბატონ ბადრი, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მან გაშიფრა ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი და მისი საიდუმლო შინაარსი წარმოაჩინა, კიდევ ისტორიული ესქატოლოგიური მნიშვნელობა მისი დაადგინა, აქტიურად იკვლევდა დავათის სტელის საკითხებს, აღმოაჩინა ნეკრესის წარწერის რამდენიმე შიფრი და ნუ ვთქვით უკვე, რომ შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსნის ახლებური წაკითხვაც მას უთანხმოებდა. ეხლა რა შეასაქმე რომ როგორც კი დაასრულა ქართული ასომთავრულზე მუშაობა რამაზმა და გამოაქვეყნა, მე აი თქვენ რაც ახსენეთ ეს წარწერები, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული დამწერლობისთვის, მისი წარმოშობისთვის, მისი დათარიღებისთვის ამ წარწერების მნიშვნელობა, რომ ის უცებ უმალვე შეუდგა ამ საქმიანობას. მაშინ აღმოჩნდა დავათის სტელა და ეს იყო უზარმაზარი აღმოჩენა ქართულ არქეოლოგიაში. დავათის სტელაზე იმუშავა მე აი მომსწრე ვიყავ, მიყვებოდა სულ. ერთი მეცნიერი სადოქტორო არის სწორედ აი ამ თემაში. რა თქმა უნდა, მაგრამ გაგონება არ უნდა რამას ამას. შემდეგ ქებაი და დიდებაი, სხვათა შორის კაკო ბაქრაძესთან აქვს ერთად მეტყოდა კაკო ბაქრაძემ და ამერიკა ჩამოვდიოდა და მუშაობდნენ და კაკოს აქვს მიგნებები არაჩვეულებრივი, რამდენადაც მე ვიცი რამაზისგან ეს. მე გამოაქვეყნეს ერთმაც და მეორემაც კვლევები. ნეკრესის წარწერებზე რამაზის აქვს
თავისი აზრი სხვადასხვის ერთ-ერთი წარწერა აღადგინა კიდევაც და არაჩვეულებრივი რაღაცა შედეგი მიიღო. ეს ცოტა რთული თემაა და ახლა ამას ვერ გავშლი, მაგრამ რამაზი ამბობდა, რომ ამ ნეკრესის წარწერებში არავითარი ქრისტიანული კვალი არ არის, არ დასტურდება. მაგრამ წინარე ქრისტიანულია. და ვიდეო ჩანაწერიც არსებობს, ბატონ დავითს აქვს სხვადასხვის ეს გადაღებული და არაჩვეულებრივად მე დავდე ეს ვიდეო YouTube არხზე დევს და შეუძლიათ დაინტერესებულ მსმენელს ეს მოწებნოს. მაგრამ დათარიღება ქართული ანბანის წარმოშობის ეს ისეთი სადავო საკითხია დღესაც, რომლის შესახებ თანხმობა არ არის მიღწეული. და აი ზუსტად ამიტომ იყო ის დიდი დავაკამათი მეცნიერებათა აკადემიასა და რამაზ პატარიძეს შორის, რის გამოც მეცნიერებათა აკადემიამ რამაზ პატარიძე ფაქტიურად არ გაიკარა. შევარდა მე ვახსენე ედუარდ შევარდაძე მის დროს დაინიშნა თამაზ გამყრელიძე აკადემიკოს პრეზიდენტად აკადემიის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ბატონი თამაზ გამყრელიძე იგორ დიაკონოვის მოწაფეა. ეს წერია ვიკიპედიაში რა თქმა უნდა, მისი მოწაფე იყო, მასთან დაიცვა დისერტაციები. მიტომაც დაინიშნა. რა თქმა უნდა, მიტომაც დაინიშნა. ახლა ბატონი თამაზი ამ დადგენილ დოგმას ვერ გასწდებოდა. აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ ქართული ანბანი არის ქრისტიანული წარმოშობის, ქრისტიანულ პერიოდში. ამიტომ მან გამოაქვეყნა შრომა თამაზ გამყრელიძემ. მე და რამაზე ერთად ვფურცლავდით ის შრომის წიგნი მოუტანეს რამას ნახეო და 70 თუ 75 გვერდი ეძღვნება ქართული ანბანის წარმოშობას. მაშინ როცა 500 თუ 600 გვერდიანი წიგნი მიუძღვნა რამაზ პატარიძემ. თამაზ გამყრელიძემ თქვა, რომ ქართული ანბანი შექმნილია მე-4 საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვით ქრისტიანულ პერიოდში მე-5 საუკუნეში შედევრი გვაქვს შუშანიკის წელთაღრიცხვით. ბერძნული ანბანის მიხედვით. წარმოუდგენელი. ესე იგი, აცილა სომხურს, აცილა მესროპ-მაშტოც გადმოწია, მაგრამ ქრისტიანობა ამით ესე იგი თამაზ გამყრელიძემ ეთყობა გადაწყვიტა, ახლა ეს ჩემი აზრია, გადაწყვიტა რომ უნდა ეთქვა ეს. ან შეიძლება ასეთი დავალებას იყოს მოსკოვიდან რომ აუცილებლად თამაზ გამყრელიძეს უნდა დაედასტურებინა ქართული ანბანის ქრისტიანული წარმოშობა. და არ შედიოდა დავაში, რომ სომხური არის წინარე ქართული ანბანისა, ხო? არა, ამის შემდეგ თამაზ გამყრელიძე არავითარ დავაში საერთოდ არ შედიოდა არავისთან. მერე მისი მოწაფეები სხვა თქვა და დამთავრდა. დაადო ბეჭედი და მერე მოწაფეები აღზარდა, რომლებიც გამოვიდნენ დღესაც მოღვაწეობენ და თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ არა გინდა თუ არა მე-4 საუკუნეშია ჩვენი ანბანი. ნუ, რა ვქნათ, ასია რეალობა ეს არის. მე აუცილებლად ვკითხო ბატონ დავით, ცოტა გადახოვა გამოვიდეს, მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ბატონი რამაზ პატარიძე, ვიყავი სკოლას ვამთავრებდი და ნუ ჩვენ ხო ესე ვსწავლობდით, რომ აუცილებლად არ ჩვენ უფრო სხვანაირად ვსწავლობდით, ჩვენ ვსწავლობთ, რომ პირველ საუკუნეში მეფე ფარნავაზმა შექმნა ქართული ანბანი და სულ ვკითხულობდი, რომ თუ შუშანიკის წამება არის მე-5 საუკუნის ძეგლი. ხო, ახლა ბატონ გამყრელიძე სულ სხვა რამე უთქვამს, ხო? მე-4 საუკუნეში შეიქმნაო და ეს კიდევ უფრო დიდი სიგიჟეა, ხო? თუ მე-4 საუკუნეში შეიქმნა ქართული ანბანი, მე-5 საუკუნეში როგორ მივიღეთ ჩვენ ასეთი დახვეწილი შუშანიკის წამება, რომელსაც ნემსაც და ქინძის თავსაც კი ვერ კვეხებ, იმდენად დახვეწილია ფრაზა, ლაკონიზმი ამაზე შორს ვერ მიდის. მაგრამ ამას თავი დაანებეთ, შუშანიკის წამებაში წერია, რომ ადგა შუშანიკ დედოფალიო და წავიდაო და ხელთ ეპყრაო ბიბლია და სახარება უკვე თარგმნილი, უკვე ქართულად დაწერილი და წმინდანთა წიგნებიო და ესეც ქართულად დაწერილი. ანუ სადღაც მე-4 მე-3 საუკუნეში უკვე ეს ლიტერატურა ხელში ეჭირა შუშანიკ დედოფალს. აი ეს აცდენები როგორ ახსნა ბატონმა რამაზმა? ბატონი ბადრი იხსენებდა ნეკრესის წარწერებს და მან დაადასტურა, რომ პირველი მე-2 საუკუნის ნეკრესის წარწერები არ არის
ქრისტიანული ეპოქისა, როცა როგორც მიღებული იყო, რომ ამ ეპოქაში იყო შექმნილი ასომთავრული ანბანი, არამედ არის პირველი მეორე საუკუნეებისა და ასომთავრული ანბანი ძალიან ბევრი ქვა არის ჩვენამდე მოღწეული, რომელიც ასახავს ამა თუ იმ მიცვალებულის ცხოვრებას თუ გარდაცვალებას, ოღონდ ყოველგვარი ქრისტიანული სიმბოლიკის და ელემენტების გარეშე. გარდა ამისა, რაც თქვენ ბრძანეთ შუშანიკთან დაკავშირებით, არსებობს ერთი საოცარი არტეფაქტი. არმაზის გათხრების დროს აღმოჩენილი რუსთაველის გამზირზე მიბრძანდებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩახვალთ მის მთავარ დარბაზში შეხვალთ პირდაპირ კედელზე არის დიდი ლანგარი პირველი საუკუნისა რომელზეც აი ლანგარის კიდეზე წარწერილია ბერძნული ტექსტი რომ ფლავიუს დადე აი ამ ლანგარს ჩუქნის ბერსუმა პიტიახში ბერსუმ პიტიახში ეს თქვენი ბერძნული წარწერა ბატონო ხომ არის სრული ამ ლანგარის ცენტრში გვაქვს 4 ასონიშანი ორ-ორად გაერთიანებული რასაც ლიგატურა ქვია ანუ 2 ასონიშანი გაერთიანებულია და ერთ ნახაზშია ჩაწნული მეორეც ანალოგიურად ეს 2 ასონიშანი ქართული ასომთავრულით ეს არის P და D, აი ბერძნები რომ წერენ ფლავიუს დადეო. ეს არის ბატონო P და D და მეორე არის ბერსუმა პიტიახში B და P. ბერსუმ პიტიახში. ორივე პიროვნება არის ცნობილი ისტორიული ადამიანი პირველი საუკუნისა. აი ამას ჩვენი მეცნიერება ვერ აღიარებს. თამას გამყრელიძე უზარმაზარი მეცნიერია. ეხლა ჩვენ როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, მას გააჩნდა საკუთარი სამუშაო დიაპაზონი, რომელსაც ვერ გადალახავდა. ის მეცნიერიც კი ვერ გახდებოდა, რომ მოენდომებინა სხვა რამ. და მის ნაშრომებიდან ციტატებს ივანოვისას მისას ერთობლივი ნაშრომებიდან სოფლიოში დღესაც კი ციტირებენ, ის იმდენად მიღებული მეცნიერია სოფლიოში და ის ჩვენთვის საამაყო ადამიანიც კი არის როგორც მეცნიერი, მაგრამ ამ საამაყო მეცნიერების ზემოთ არსებობენ, როგორ გითხრათ რა, ზეაღმატებულები. როგორიც არის რამას პატარიძე, როგორიც არის პავლე ინგოროყვა და ჩვენ კიდევ სხვასაც ვიტყვით. ფუნქციონერი მეცნიერები და არსებობენ მეცნიერები დაბადებული. ფუნქციონერი არა მარტო, მას ფუნქციონერი რა თქმა უნდა შეიძლება უწოდო, მაგრამ ის მაინც დიდი მეცნიერი იყო. ეხლა ჩვენ ვინც არ უნდა დავასახელოთ, ხომ, ვინც იმ დროს მოღვაწეობდა, საქართველოსთვის მათ იმხელა საქმეა გაკეთებული 30-იან, 40-იან, 50-იან წლებში. ეხლა იმათ რომ მოინდომებუნათ ქაქვთო ჩოლოყაშვილობა, ის მეცნიერება ჩვენ გვექნებოდა და ქაქვთო ჩოლოყაშვილი ჩვენთვის საკმარისად საამაყო უზარმაზარი პიროვნება, მერაბ კოსტავა მაგალითად და ის ხალხი უაღრესად ძვირფასი ხალხია ჩვენთვის. არ უნდა მოვთხოვოთ რომ რატომ არ იბრძოდი შენ იმასავი და ამასავი. იმათი შრომები დიდი საგანძურია. მათ გარეშე ესენი ვერ შეიქმნებოდა. ამ კატეგორიას განეკუთვნებათ ამას გამყრევდეს, ანუ ჩვენ მის მიმართ პატივისცემთავად გამშველურები და გესმის მთელი ის მოქმედების არეალი. და ისე თქმა მინდა ახლა უახლოვდები რომ შუშანიკის წამება ნეკრესის საფლავის ქვები ლანგარი არმაზი გათო ჩვენი ეს მცხეთამდე არმაზი იყო საქართველოს დედაქალაქი იქ ხდებოდა რაც ხდებოდა ყველაფერი მცხეთა მერე დაიწყებს ზემოთ წამოსვლას მდინარის იქით და მდინარის აქეთ საქართველოს გაყოფილი იყო იქ მცხეთასთან ზუსტად როგორც ჩვენ ხედავთ არმაზი ცალკე სახელმწიფო იყო და მცხეთა მეორე სახელმწიფო იყო წარმოგიდგენიათ მდინარის გაღმა და გადაღმა როგორი პოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობდა ამიტომ ჩვენ მხოლოდ პატივისცემის ნიადაგზე ყველა ადამიანის მიმართ მაგრამ აუცილებლად ჩვენ სათქმელს უკვე ვიტყვით და ის რაც დიდმა რამას პატარიზმმა აღმოაჩენა მე თქვენი ნებართვით გავაგრძელებ ახლა ამ შემთხვევაში ეხლა მე მგონი მზის კალენდარზე გადავდივარ კი ბატონო მზისზე გადავდივართ ბადრიმ ბრძანა რომ ეს ქრისტიანული ეპოქა ახსენა და სხვადასხვა რამ წინა საუბრის წინა მონაკვეთში მე ვახსენე რომ სახელდებაში სამი მარცვალი რომ მონაწილეობს რომ 29 დღეღამე რომ აღწეროს მთვარის კალენდარისა. იქ ის სამი მარცვალი ეს არის შუმერულ აქადური, შუამდინარულ მესოპოტამიური სივრცის და ცივილიზაციისა. ან ცისღმერთი და მთვარის ღმერთი, ხარ ზოომორფული შვილი და ილ აქადელთა ღმერთი, ზოგადად ღმერთი, ილუ იმათან ღმერთია. მამა ღმერთი. ხო, ეს 30 ასონიშანია. 4 ასონიშანი 28%-ად 4 ასონიშანი რა ერთი სახელდებული იმ სამზე ვთქვი რომ ის მთვარის ფაზების ცვლილების მომენტს ასახავს და არა დღეებს ამ შემთხვევაში მაგრამ თვითონ რაე ახლა უახლოვდები მზის კალენდარს თვითონ რაე თავისი სახელდებით და თავისი გრაფიკით უკვე გადადის მზის კალენდარულ სისტემაში ის აერთიანებს მთვარის მზდამზეს და უკვე უფრო მზისკენ გადაიხრება რატომ
რა ეს არის მზის ღმერთი ეგვიპტეში. თუ არის ღმერთია, რაე მზის ღმერთი ეგვიპტეში. აი ცნობილი ფარაონი რამზესი, რომელიც ჩამპოლიონმა რო ამოიცნო ის შავი ქვიდან მოკლე სტელადან რო ამოიცნო, რამზესი გაიშიფრა პირველად, იქაც ორენოვანი იყო. ხო და რამზესი ნიშნავს რომ ჩვენ თქვათ აი ეგვიპტურ ქართული მზეთა მზე არის. იქ მზე ქართული მზე არის, რაე კიდე ეგვიპტური მზე არის. მზეთა მზე არის რომ გავთარგმნოთ ჩვენ ქართულისკენ. და აი ეს რაე სახელდებით უკვე ეგვიპტური სამყაროს განეკუთვნება და მისი გრაფიკა ასევე რომელიც არის ბურჯღალის ნიშანი ეს უკვე ქართული ნიშანია ბურჯღალისა და ასევე ჩვენ ის ეგვიპტეშიც კი ხვდება და ისე თქვა მინდა ჩვენ უკვე შევდივართ ეგვიპტის ცივილიზაციაში და თუ შეიძლება შემდეგი სლაიდი გამოვაჩინოთ უკვე მეხუთე სლაიდი უნდა იყოს მეგობრებო მეხუთე სლაიდი თუ შეიძლება პროდიუსერ მადლობთ ჩვენ ხედავთ ლასს რომელიც მთვარის კალენდარს არ მიეკუთვნება სახელდებად ეს ლასი რიგით მე-12-ია ანუ მწკრივში მას მე-12 ადგილი უკავია რიგით სათვალავი 12-ია ხოლო მისი რიცხვითი მნიშვნელობა 30-ია პირველი სლაიდი რომ გაჩვენეთ ქვემოთ 12 წერა ზემოთ 30 რას ნიშნავს ლასი ლასი ჩვენ გადმოგცემს მზის კალენდარის საწყის ასონიშანს ეს არის იგივე ეგვიპტური მზის კალენდარი ეგვიპტეში კალენდარი როგორი ანგარიშებოდა ის ანგარიშებოდა მზით იყო 12 თვე 30 დღიანი ეს 360 დღე რომ გადიოდა შემდეგ წლის ბოლოს ეს წელი იწყებოდა 20 ივლისს ეგვიპტეში ემატებოდა 5 საახალწლო დღესასწაული მას ეპაგომენი ერქვა და ხდებოდა 365 დღე ოღონდ ეგვიპტელებს აკრძალული ჰქონდათ თავიანთი ფარაონებისათვის და ყველასთვის რომ აღარ დაემატებინათ 4 წელიწადში ერთხელ გაჩენილი 366 დღე დღევანდელი ჩვენი ანგარიშით 29 ფებრუარს რო წარმოვიდგინოთ ისინი ფიცს დებდნენ რაც მე ყვები რამაზეს ეგინ ამყვები ჩემი რეფერი არ არის რომ წარმოვიდგინოთ რომ მე ახლა რაღაცა წვებოდე ჩემსაც თქვენ გელაპარაკებთ რამაზ პატარიზე თავისი ციგნიდან ოღონდ ჩემი ხმით ამ შემთხვევაში ეგვიპტელები ფარაონები ფიცს დებდა რომ არასოდეს არ დაუმატებდა 4 წელიწადში ერთ დღეს ზედმეტს ამიტომაც ეს 365 დღიანი სულ 365 დღე იყო ყოველი წელიწადი 4 წლის შემდეგ ახალი წელი უკვე 20 ივლისს აღარ ეცხებოდა უკვე 19 ივლისზე გადმოდიოდა კიდე 4 წელი გავიდა 18 ივლისს გადადიოდა და 365 რომ გავამრავლოთ 4-ზე 1460 წელი უნდა გასულიყო რომ ისევ 20 ივლისზე დაბრუნებული იყო და აი ეს ციკლი ხო 1460 წლიანი პერიოდი სამჯერ აქვს აღნიშნული ეგვიპტელებს თავისი არსებობის მანძილზე და ეს იყო დაბადების დღე აი ორი მესამე ასწლეული დგებოდა რომ დაინგრა დედამისს გახსოვთ რომ ისროდნენ იმაზე მეტი დღესასწაული იყო მაშინ ეგვიპტეში ის იყო სოტისის ახალი წელია სოტისის ციკლი ერქვა ამას და იქ ინგრეოდა ყველაფერი ხო არის 1400 ელოდებოდნენ 1460 წელიდან წარმოიდგინეთ რა რატომ მოვყევი ეგვიპტელების მზის კალენდარი ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე შემდეგ მე-6 სლაიდზე და ჩვენ უკვე გადავდივართ ქართულ მზის კალენდარზე გავადიდოთ თუ შეიძლება ჩვენ დავინახავთ რომ აქ განათებული არის რამოდენიმე ასონიშანი პირველი ან შემდეგი ლას ანუ 12 რომ გაივლის ლასი ერთადერთი ასონიშანია მსოფლიოს ანბანებში რომელსაც უკავია რიგში მე-12 ადგილი 12-ია რიგით და 30-ია რიცხვით აი ეს 12-30 ლასი ჩვენ გვეუბნება 360 დღეს ეს 360 ასევე არის წრის 360 გრადუსი რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ გეომეტრიაში შემდეგ განათებული არის 30 ძილი ანიდან ძილამდე, ესე იგი 12 თვე იყო ქართულ კალენდარში 30 დღიანი, თვეები აღირიცხებოდა ანიდან ლასამდე, დღეები აღირიცხებოდა ანიდან 30 ძილამდე. ესე იგი ჩვენ თუ გქონდა, თქვა გვეწერა A და B, ეს ნიშნავდა პირველი თვის მეორე დღეს მზის კალენდარში. და ეს 30 დღემდე ამოვდიოდით. ვინაიდან ჩვენს ეგვიპტის მსგავსად უნდა დაგვემატებინა 5 დღე წლის ბოლოს, ამისთვის გამოყოფილი იყო უკვე 30-ის შემდეგ განლაგებული დარჩენილი 5 ასონიშანი, რომელიც იწყებოდა წილით და რომელიც თავდებოდა ჯანით. აი ეს 5 ასონიშანი იყო იგივე ეპაგომენი, რაც ეგვიპტეში. ოღონდ ეგვიპტელებისგან განსხვავებით ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ ერთ დღეს უკვე ვამატებდით. დღევანდელი კალენდრით 29 ფებრუარი დავარქოთ ამას. ამას მე კიდე ცალკე მოვყვები, როდის ხდებოდა ეს მომენტი, მაგრამ დავუშვათ რომ 29 ფებრუარია.
აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს 5 დღე, რომელიც ემატებოდა, თქვენ წარმოვიდგინეთ, დღემდე მოღწეულია საქართველოში. ეს უკვე ალიკო ცინცაძე შრომებიდან არის და ვიტყვი, რომ ცნობილი ქველთობა, ცნობილი კვირიკობა, ცნობილი ათენგენობა და ცნობილი ელიობა, ეს ელიობა 2 აგვისტოს რო არის. აი ეს ის 5 დღიდან 4 დღე არის. ერთი არ ჩანს, მაგრამ ერთი ალბათ დეკემბრისკენ უნდა იყოს გადამზურალი ის დღესასწაული ამ ათასლეულებში. აი ეს უკვე ქართული ეპაგომენი პირობითად დავარქვათ დღესაც აღნიშნება მთელ საქართველოში. სვანეთში კვირიკობა, ათენგენობა ხევსურეთში და ელიობა მთელ საქართველოში. ელიობა 2 აგვისტო ნიშნავს ახალი კალენდრით. ელიობა იყო 20 ივლისს და ის 20 ივლისი იყო ზუსტად როცა ეგვიპტელები ახალ წელს ზეიმობდნენ. ძალიან საინტერესო რა არის. ეხლა ჩვენ შუშანიკი გავიხსენეთ ერთად ქალბატონოია და გავიხსენოთ მაშინ მირიან მეფეს. ჩვენ უნდა გავიხსენოთ რომ ჩვენ ვართ 1700 წლის საიუბილეო დღესასწაულის მომსწრენი. წლევანდელი წელი 1700 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც მეფე მირიანმა გადაწყვიტა რომ უკვე არსებული შემოსული მეტნაკლებად დამკვიდრებული ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა. მაგრამ საოცარი ისიც რა არის, რომელ დღეს მოხდეს გადაწყვეტილებულის დაუბნელდა მას მზე თხოთის მთაზე 20 ივლისს. ეს ლეონტი მრავალს იქ 20 ივლისი უწერია. ეს უაღრესად სიმბოლურია. ეს 20 ივლისით დამთავრდა ძველი წელი, არაქრისტიანული სახელმწიფო ეპოქა დამთავრდა და 20 ივლისს დაიწყო ახალი ქრისტიანული წელი. წელში იგულისხმება 1700-იც მათ შორის რა. ის 20 ივლისს ხდება, ეს არაფერი არ არის შემთხვევით საქართველოში. ეს ჩვენ არ უნდა გამოვყოთ, რომ საქართველო მაინც და მაინც ქრისტიანული ეპოქისაა და მანამდე არ არსებობდა. მანამდე საქართველო როგორ არ არსებობდა? შუმერებიდან და აქადელებიდან ჩვენ სახელდება გვაქვს ანბანში. ანბანში სახელდება საიდან მოვიდა? შუმერების არსებობა არავინ აღარ იცოდა. მე-19 საუკუნემდე მთელი 2000 წელიწადი ეს უკვე დამარხული ცივილიზაცია იყო და აღარც ეგვიპტული არავინ აღარ იცოდა. სანამ არ აღმოაჩინეს მე-19 საუკუნეებში ეს იეროგლიფები და რუსული დამწერლობები. როგორ შეიძლებოდა რომ ჩვენებს გინდათ ქრისტეს ეპოქაში შუმერული მზის ღმერთის და მთვარის ღმერთის და ეგვიპტური მზის ღმერთის სახელები შემოეტანათ, ხო? თვითონ სახელდება გელაპარაკება რა ეპოქისაა და ის წელი რაც რამაზიმ დაადგინა მასზე უფრო ადრინდელი პერიოდი დაადგინა ივანე ჯავახიშვილმა. რამაზი მე-6 საუკუნეს ამბობს 540 წელს ძველი წელთაღრიცხვით შევიდა ძალაში ქართული კალენდარი და ქართული ესომთარული ანბანი მაშინ ამოქმედდაო, მაგრამ ივანე ჯავახიშვილი ამბობს რომ მეშვიდეში შეიძლება მეროეშიც კი მიყო ძველ წელთაღრიცხვაშიო, იმიტომ რომ კაპიტალური ასონიშნები მარტო ბერძნებს და ქართველებს და ეს იმ ეპოქისა არის და არა შემდეგი ეპოქებისა. ეხლა ამას ოდახანს თავს დავანებებ და ისევ დავუბრუნდები იმავე სლაიდს, იმიტომ რომ დაგანახოთ როგორ ხდება 366 გავადიდოთ და დავანახოთ 366 დღის დამატება. აი ჩვენ ხედავთ რომ ბოლო ხაზზე წერია 360 ანუ ლას მიმატებული 5 ეპაგომენი წილიდან ჯანამდე და ამ 365 შემდეგ ემატება 1 დღე და ის 4 წელიწადში ერთხელ ხდება 366. რომელი ერთი დღე არის? 29. 29 თებერვალი? დღევანდელი გაგებთ 29 თებერვალი, მაგრამ მაგას გეტყვით რომელი დღე იყო. ეს არის ისევ წილი. წილი ერთხელ შედის ეპაგომენში როგორც ერთი დღე, იმ 5 დღიდან და ერთი წილი კიდევ ემატება 4 წელიწადში ერთხელ, რომ 366 დღეზე ავიდეს და შემდეგ სლაიდზე გადავალ თუ როდის ემატებოდა 5 ან 6 დღე წელიწადში. ჩვენ გვაქვს მე-6 ასონიშანი, რომელიც არის ვინ. ჩვენ ხედავთ ის უცნაურ გრაფიკას. მარცხენა მხარე უფრო მაღალია, ვიდრე მარჯვენა მხარე. რა ხდება თურმე? ბატონი რამაზი ამაზად ყვება, როგორი ხმით გვყვება ამას, რომ ზაფხულის პერიოდში ჩვენი დედამიწა უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე ზამთრის პერიოდში. ამიტომ 22 მარტიდან ბუნიობიდან 22 სექტემბრამდე, დღერამტოლობამდე, სწორობამდე რომ გაიაროს დედამიწა მზის გარშემო, მას უფრო მეტი დღეები ჭირდება, მას ჭირდება 185 დღე. მაშინ როცა ზამთარი შეტყობა შეცვდება თუ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ხუმრობით ვუმატებ ამას, რომ მოუმატებ სიჩქარეს, უკვე 180 დღეში გადის წლის მეორე ნახევარსაც 22 სექტემბრიდან 22 მარტამდე.
და ეს ვინი გვეუბნება ჩვენ რას? ვინი გვეუბნება? ვინი გველაპარაკება? მე ვარ მე-6 და რიცხვით 6. ამიტომ ამ ნახევარი წლის შემდეგ დამამატეთ მე 5 დღე, ჩემ გრაფიკას გაჩვენებთ როგორიც არის, ჩემ თავზე მარცხენა მხარეს 5 დღე ჩავამატეთ, ეს რამაზის სურათს უყვები ახლა რამაზე გაჩვენებდა, რომ სიმძიმემ 5 დღისა, ან თუ 4 წელიწადში კიდევ მე-6 დაემატება 5-6 დღისა ჩამოწიოს ეს მარცხენა მხარე და გაუსწორდეს მარჯვენას, რომ მე-7 სასწორი ზოდიაქოში შევიდეს უკვე ჩვენი კალენდარიც. რატომ ქვია ვინს ვინი? რატომ არ ქვია ვან ან ვენ? რატომ და ვ 6 არის რიცხვით, ი 10 არის რიცხვით, ν იგივე ნარ ეს არის 50 რიცხვით. მე-14 და 50 არის რიცხვით. რომ მივუმატოთ 6, 10 და 50, რამაზე სიგნია ეს? ჩვენ გვაძლევს 66. სახელდების რიცხვით მნიშვნელობა ჩვენ გვეუბნება რომ მე ვინ ვარ იმიტომ რომ ვიყო 66 რომ დავადასტურო ჩემი მე-6 ადგილზე ყოფნა და მე ერთ მხარეს რომ 6 თვე უნდა იყოს და მეორე მხარეს 6 თვე უნდა იყოს რომ აქ მე რო დაუმთავრდები ვინი ჩემ შემდეგ ჩასვით კალენდარში 5 დღე რომელიც 3 წელიწადი 5 დღე არის და მე-6 დღე უკვე მე-4 წელს როდესაც ნახევარი წელი გასულია. აი ვინ სახელდება გვეუბნება შემთხვევითი რომ არ არის, რომ ამას გააჩნია გემატრია, რასაც ქვია საერთაშორისო ტერმინოლოგიით, პირველად რამაზ პატარიძის ნაშრომებში ჩდება. ჩვენ დღეს ვამბობთ, ლაპარაკობთ ვინზე, შემდეგ დღეს ვეგანვიხილავთ უკვე დონსაც, იქაც გემატრიაა. ანუ გემატრიის აღმოჩენის პირველი ნაბიჯები. და შემდეგ უკვე ალიკო თინცაძე უმაღლეს საფეხურზე აიყვანა, იწყება, როგორც ამას ალიკო თინცაძეც ბრძანებს, იწყება რამაზ პატარიძისგან და თამაშ ხენკელისგან. სხვათა შორის თამაშ ხენკელი მამიდაშვილი ბიძაშვილები იყვნენ რამაზ პატარიძესთან და ის შემთხვევით არ ხდება, რაც ხდებოდა კიდევ ამ ჩვენს მეცნიერებაში. მქონდა ბედნიერება მცნობოდა. ეხლა შემიძლია რომ შემდეგ სლაიდზე კიდევ ერთი დიდი სურათი ვაჩვენო. რა ხდება დღევანდელ ჩვენს 4 წლიან ციკლში? ჩვენ ცხოვრობთ სოფლიო 4 წლიანი ციკლით, მაგრამ მაინც და მაინც ეს ჩვენი კალენდარი არ ემთხვევა ასტრონომიულ, იგივე ტროპიკულ კალენდარს. რამდენი წამით სჭირდება რომ დედამიწა მზე შემოუაროს, იმას ჩვენი 4 წლიანი კალენდარი მაინც აღემატება 11 წუთით და 14 წამით. აი ეს 11 წუთი და 14 წამი რომ ყოველ წელს დაგროვდეს, 128 წელი უნდა გავიდეს იმისთვის რომ ზუსტად ერთი დღეღამე 24 საათი შეადგინოს. 128 წელიწადში ჩვენ კალენდარში ჩდება ზედმეტი 29 თებერვალი პირობითად იგივე ზედმეტი წილ რომელიც წინა სლაიდზე გაჩვენეს, რომელიც გროვდება და ამიტომაც გვაქვს ჩვენ ქართველებს ახალი წელი და ძველი ახალი წელი. თუ ასე გავაკეთებთ, კიდე 1500 წელიწადზე ცხოვრება, 3 ახალი წელი გვექნება, 3 გვექნება. ამიტომ 128 წელიწადში იბადება ერთი ზედმეტი დღე, იმიტომ რომ ყოველ წელს ჩვენი 4 წლიანი ციკლითაც კი 11 წუთი და 14 წამი განსხვავებაა ნამდვილ ასტრონომიულ კალენდართან, ანუ ტროპიკულ კალენდართან. შემდეგ სლაიდზე გადავალ და ჩვენ ავსახავთ რას? კი, მაგრამ 128 წელიწადი ჩანს რომ ჩანდეს, ხო? აი, რომელი ასონიშანი გველაპარაკება ამას? ამაში შემოდის დონი. დონეს მზის ნიშანია, რომელიც ონიდან მომდინარეობს, ონიდან. შეხედეთ რა ლამაზი გრაფიკული გამოსახულება. თავისი ჰორიზონტალური ხაზი გვიჩვენებს, რომ ის უმაღლეს წერტილშია მზე ასული, ეს მზე არის დონი რომ წარმოვიდგინოთ. მე-4-ია რიგით და მას ქვია დონ. აი რატომ ქვია თურმე მას დონ? იმიტომ რომ 4 კი ვარ რიგით და მწკრივში მე-4, მაგრამ დ ვინაიდან 4-ია, 70-ია რიცხვით აი ეკრანზე ჩანს და ν ისევ და ისევ 50-ია როგორც ვინის შემთხვევაში, 4, 70 და 50 მემაძლევს 124-ს. ანუ ერთ მხარეს 4-ია, მეორე მხარეს 124-ია. სწორედ ფორმულა 4-ის დამატება 4-ზე 124-ის დამატება გვაძლევს იმ 128 წელიწადს და დონე გვეუბნება რომ თქვენ სიზუსტე კალენდარში ეძიეთ 128 წელიწადში ჩემი საშუალებით, ოღონდ მე საკმარისი არა ვარ. რა ხდება შემდეგ რომ მოხდეს ამ 29 თებერვალის ამოღება ანგარიშიდან? აი რაც უნდა მოხდეს, ამას უკვე ჩვენ დაგველაპარაკება შემდეგი სლაიდი, რომელიც აქ ჩვენ უკვე არა ეს არა ამის წინა სლაიდი
ამის წინა სლაიდი უნდა ეს სლაიდი დიახ ეს უკვე წილია ეს შესანიშნავი წილი წილის გრაფიკა რას გვეუბნება შეხედეთ როგორია წილი იქ ვერტიკალურ ხაზზე ჯერ ერთი სრული მთელი წრი არის შეკრული ხოლო შუაში მისი წილია წილი მას იმიტომ ქვია და იმიტომ ამ გრაფიკისა რომ ეს ყველაფერი გამოიხატა ეს არის წილი ძალიან გთხოვთ დიდი ეკრანი დატოვეთ იმიტომ რომ აქ ოდნავ მეტის მოყოლა მომიწევს და არ მინდა რომ მაყურებელს ეკრანი დაეკარგოს პირველ ხაზში რას გველაპარაკება ასონიშანი წილი არის 31 31 შედგება ორი ციფრისგან 3-გან და 1-ისგან 3 + 1 4-ია ესე იგი ეს 4 რომ გავამრავლოთ თვითონ თავის თავზე 31-ზე ჩვენ მივიღებთ 124 წელიწადს რასაც დონი გვეუბნებოდა წილიც ასე მუშაობს და შემდეგ წილი ვინაიდან 4000-ია ფსალმუნებით და ძველი გადმოცემებითაც 1000-ვით არცა ერთი ეს იონე ზოსიმესაც მასეა 1000 ერთს უტოლდება აი ეს 4000-დან და ვინც ეს გარშიფრო მე ძალიან ადვილი ვინც ეს 4000-ზე ჩამოიყვანა ხედავს ფორმულას 4 გამრავლებული 31-ზე, ანუ 31 4 წლეული უნდა ავიღოთ 4-ჯერ და მას დავუმატოთ 1/4-იანი, რომელიც გვაძლევს 128 წელიწადს. წილიც იმას გველაპარაკება, რასაც დონი. და შემდეგ ხაზი გადადის უკვე მარჯვენა მხარეს პირველივე ხაზში. 120 ბუნებრივია, ხო? 128 წელიწადში, ყველა წელიწადში არის 365 დღე. გავამრავლებთ, მივიღებთ 46720 დღეს. აი ეგვიპტეში 128 წელიწადში გადიოდა 46720 დღე. მაგრამ ვინაიდან საქართველოში აი წილის პირველი კორექციით 29 თებერვლის მაგვარი დღე ემატებოდა ჩვენ ვაჩვენეთ წინა სლაიდებში აი ის 29 თებერვალი თქვა დღევანდელი თქმით აი მეორე ხაზზე რომ არის 4 უკვე მრავლდება არა 32-ზე არამედ როგორც პირველ ხაზშია ამიტომ 29 თებერვალი მხოლოდ 31 ჯერ ემატება 128 წელიწადში ის 1 32 ზედმეტი 29 თებერვალი აღარ ანგარიშება ამას გვეუბნება ჩვენ წილი და 46720 რომ დავამატებთ 31 29 თებერვალს წილი 31 ამიტომ არის 31 მეორდება პირველ კორექციაში ეს მეორე კორექცია 3-ჯერ 4-ჯერ მონაწილეობს წილი ამ კალენდარის გაანგარიშებაში და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასონიშანია მზის კალენდარის ანგარიში ჩვენ ვიღებთ ქართული მზის კალენდარს 128 წლიან ციკლს მზის ციკლს რომელიც აღმოაჩინა რამას პატარიძემ რაც აღმოაჩინა ეს არის 46751 დღე ეს დღეების რაოდენობა ძალიან დიდი მნიშვნელობის არის და ამაზე შემდეგ სლაიდებში მოგახსენებთ ოღონდ ცოტა ხნის შემდეგ და ეხლა მე უკვე გავჩერდები და გთხოვთ დაიმახსოვროთ 46751 დღე ეს არის ქართული მზის ციკლის 128 წლიანი პერიოდი აი ეს გაანგარიშება თელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეძლო მხოლოდ მე-19 საუკუნეში გერმანელი ასტრონომის იოჰან მედლერის საშუალებით. ჩვენ გვაქვს ერთ წამზე ნაკლები სიზუსტით გაანგარიშებული ასტრონომიული კალენდარი. ეს გვაქვს მარტო ჩვენ, ეს არ ხონდათ არც შუმერებს, არც ეგვიპტელებს, არც ჩინელებს, არც ინდოელებს, არც მაიასტომს, არც ომარ ხაიამს, ომარ ხაიამი 19 წამით მიუახლოვდა, მაიასტომი 17 წამით მიუახლოვდა, მაგრამ უზუსტესი ეს 128 წლიანი ქართული კალენდარია, რომელიც აღმოაჩინა რამას პატარიძემ და ამ აღმოჩენის მსგავსი 1000 წელია არავის არ გაუკეთებია. ის რაც ადამიანის ხელმა დაწერა, ეს არის ქართული სამთავრობო ანბანი, ისაც ადამიანის ხელმა შექმნა და იყო დაზინებული, ის რამას პატარიძემ ამოხსნა. ეს ჩვენ ვართ, ამაზე მოგახსენებთ ცოტა მოგვიანებითაც, რას ნიშნავს ქართველად ყოფნა ამ შემთხვევაში და უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მასშტაბის ინტელექტი არც ერთ ადამიანის ხელით შექმნილში დედამიწაზე არ არსებობს, არც პირამიდები, არც ზიგურატები და არც 1000 სხვა რამ არტეფაქტი, არც სამეცნიერო წერილობითი ძეგლი, ამას ვერსად ვერ მოგცემთ. მხოლოდ ქართულ ასომთავრულ ანბანში ამის აღმომჩენი დიდი რამას პატარიძეა. და მის მიშვილთან გადავალ ესტაფეტას. ბატონ დავით, არ შემიძლია რომ აღფრთოვანებული არ ვიყო ისე როგორც ჩვენი ტელემაყურებელი, მე არ ვარ დარწმუნებული რომ თითოეული მათგანი ახლა უზუსტესად მოყვათ ლოგიკაში, მაგრამ თვითონ აი ეს გრძნობა აღფრთოვანების რომ ჩვენ ვართ ასეთი ხელთუქმნელი ანბანის პატრონები და მეორე უშველებელი გენიოსი ადამიანი, რომელმაც ეს ჩვენი წინაპრების ანდერძი გაშიფრა. ეს ხო მარტივი ამბავი არ არის. როგორ გენიოსი იყო ის, ვინც შექმნა და როგორ გენიოსი იყო ის, ვინც გაშიფრა რა. წარმოვიდგინეთ. კარგით და გადავედით ახლა ჩვენს ისევ ყოფით
დეტალებზე ადამიანმა, რომელმაც აი ეს ცოდნა თავის თავში ატარა, კიდევ უწევს უზარმაზარ ბიუროკრატიულ მანქანასთან შეჯახება და ამის მტკიცება, ხო? ძალიან ძნელია ალბათ იყო ამხელა მეცნიერი და გიწევდეს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელსაც რაღაცა ნომენკლატურა აქვს, დანიშნულია ის იმის მოსწავლე, ამის მოსწავლე. მოკლედ შეიძლება გაგიჟდე, თან უნდა იმუშაო და თან კიდე უნდა რაღაცნაირად გარღვევის გზები იპოვა, როგორ უნდა გაარღვიო ეს შენი ცოდნა, როგორ უნდა დაამტკიცო. მე მგონია, რომ აი საბჭოთა კავშირი სწორედ ამიტომაც დაინგრა, რომ ასეთი ბიუროკრატიული მექანიზმი არ შეიძლება ერის სახელმწიფოს კონდეს, არა? აი როგორ ფიქრობ თქვენ, როგორი იყო მე ურთიერთობა ბატონი რამაზისა, თქვათ, ან ბიუროკრატულ მანქანასთან და მით უმეტეს ბატონი რამაზი შეესწრო, ხო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამის შემდეგ მოვიდა დამოუკიდებელ საქართველოს. იყო ბნელი და უკუნი, იყო ვისეცალა მეცნიერებისთვის და მუზეუმისთვის, როდესაც ქვეყანა ინგრეოდა და კაცშვილმა არ იცოდა დავრჩებოდა ჩვენ საერთოდ ქვეყანა თუ არ დავრჩებოდით. როგორ მუშაობდა ამ წლებში? რამაზ ამბობდა ხოლმე მეო ხელნაწერთა ინსტიტუტიდან გამომაგდესო. ეხლა რატო ამბობდა ამას? თლად ასე არ შეიძლებოდა თქმა, მაგრამ შეუქმნეს პირობები იმისა, როგორც კი საპენსიო ასაკი დაუდგა, ალბათ აგრძნობინეს, რომ დროა წახვიდეოდა და წამოვიდა. ეს რომელი წელია დაახლოებით? აი 80-იანი წლების ბოლოს რა. ინგრევა საბჭოთა კავშირი 87-ში 1987-ში გახდა 60 წლის, ესე გამოდის, ხო? პოლიტიკაზე მოვიშორეთ თავიდან პენსიის ასაკთან ერთად. ისტორიის ინსტიტუტიდან. ნუ არ შედგა მისი ურთიერთობა მეცნიერებათა აკადემიასთან და რა ეკნა. ეხლა აგრძელებდა ის მუშაობას 68 წლიდან 1980 წლამდე, გავიდა 12 წელი და გამოიცა ქართული ასომთავრული. ეს წიგნი დღეს მოვიტანე, იმიტომ რომ ესეც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რამაზის წარწერით არის მაჩუკა. მე და წერია ბადრი პატარიძეს, გახსოვდეს ვისი გორისა ხარ. რამაზ პატარიძე. წიგნი და თარიღია მითითებული 1980-26 მე-6. აი 26 ეს იმ ეგზემპლარებიდანაა ეს წიგნი, აი ავტორს წინასწარ რომ აძლევენ ხოლმე. ჯერ სასიგნალო ეგზემპლარებია და სასაჩუქრეთ რომ აძლევენ. ესე იგი ჯერ წიგნი გასული არ არის გაყიდვაში და აი არ მახსოვს 200 თუ 300 წიგნი მიცეს და იქიდან რამდენიმე ცალი ერთი წარწერით თქო მე შემხვდა. ეხლა მანამდე იბეჭდებოდა ჟურნალ მნათობში. რამაც აქაც გაუმართლა. რომ არ ყოფილიყო ჟურნალ მნათობის რედაქტორი მაშინ ბატონი არჩილ სულაკაური არც მნათობში დაიბეჭდებოდა რამაზ პატარიძე. ან შეიძლება ვინმეს დაებეჭდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაუმართლა იმით, რომ მისი მეგობარი სტუდენტობის და მთელი ახალგაზრდობის არჩილ სულაკაური რედაქტორობს იმ წლებში მნათობს. რამაზ პატარიძე რედკოლეგიაშია და მისი ქართული ასომთავრული ნომრიდან ნომერში იბეჭდება და ხელიდან ხელში გადადის. აღარ მახსოვს 78-ში თუ 79-ში არჩილ სულაკაური დაინიშნა გამომცემლობა ნაკადულის რედაქტორად. ნაკადული საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობა იყო, მაგრამ გამომცემლობა. შედარებით ნაკლები ცენზურის მოდი. საერთოდ ხო, შედარებით ნაკლები ახლა საბავშვო ლიტერატურას რა ცენზურა უნდა და ლექსები რაღაცა მოთხრობები. ნაკლებად აქცევდა ყურადღებას. ერთხელაც მე კარგად მახსოვს ეს მომენტი, არჩილ სულაკაულმა დაურეკა რამას და უთხრა სასწრაფოდ გაამზადე და მომიტანე შენი ქართული ასომთავრული უნდა დავბეჭდო წიგნად და აი ნაკადულის მიერ არის რამაზი სულამობდა ხოლმე აი ნაკადული აწერიაო და ნაკადული საბავშვო ის არისო და იქო ცენზურა რომ არ იყოვო იმიტომ გავიდაო თორემ მე ეს წიგნი არ დაიბეჭდებოდაო ასე გაუმართლა ამ წიგნს
და ზოგადად ქართულ კითხვას. ხო. მე თავად არჩილი ძალიან ამაყობდა, ამით მე შემსრე ვარ იმის თავად არჩილს უთქვავს, რომ რა კარგი ვქენითო, რომ ეს ციგნი დავბეჭდეთო, ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ ეს დარჩებაო, აი ასეთი ამბავი მოხდა და ასე დასრულდა ქართული ასომთავრულის დაბეჭდის ციგნის დაბეჭდის ისტორია. მე მინდა გკითხოთ, ვიცი რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ძალიან იყო დაინტერესებული ბატონ რამაზის ნამუშევრებით. თუ ქონდათ შეხვედრა მათ და როგორი იყო მათი ურთიერთობა, თუ გახსოვთ ეს თქვენ? შეხვედრა ერთხელ შედგა, თუ არ ვცდები, მე არ დავსრები ვარ ამ შეხვედრას, რაც ვიცი, მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კათოლიკოს პატრიარქმა მოითხოვა მისი ნაწარმოების ყველაფრის გაეცნო, მე რამასთან მოვიდნენ და უთხრეს, რომ ძალიან შეწუხებულია კათოლიკოს პატრიარქი იმით, რომ აქამდე არ იცოდა ამდენი რამ თქვენ შესახებო. და მე სიცოცხლის ბოლომდე ამას ეხმარებოდა ეკლესია, საპატრიარქო და ყველანაირად ეხმარებოდნენ აბსოლუტურად. ეს იყო დამსახურება, რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქის. დიდი მადლობა ბატონ დავით, განვაგრძოთ ჩვენ არაჩვეულებრივი სამეცნიერო ნაღვაწეს ბატონი რამაზისი გაცნობა, რაღაცა ცოტა პოპულარულ ენაზე, შეიძლება ყველაფერი ვერ გაიგოს ჩვენმა ტელემაყურებელმა, მაგრამ დიდი სიამოვნებით და აღფრთოვანებით გისმენთ. მე-20 საუკუნეში რამაზ პატარიძემ აღმოაჩინა, რომ ქართული ასომთავრული ანბანი აერთიანებს შუა მდინარეთის და ნილოსის ხეობების ორ პირველ ცივილიზაციას, მათ ცოდნას. და ეს სინთეზი უმაღლესი სიმაღლისა, ის უფრო მეტად გადმოსცემს ასტრონომიულ ინფორმაციას, ვიდრე ამას ახერხებდა შუა მდინარეთის ხალხი ან ნილოსის ხალხი, შუმერები, აქადელები, ბაბილონელები თუ ეგვიპტელები. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ცოდნა რამაზიმდე კიდევაც ცნობილი იყო საქართველოში და ეს ცოდნა ქონია უპირველესად ყოვლისა იოანე ზოსიმეს, მე-10 საუკუნის ჩვენს ქრისტიან მართლმადიდებელ ბერს, რომელიც სინას მთაზე მოღვაწეობდა და რომლის ხელნაწერებიც უკვე მე-20 საუკუნეში აღმოჩნდა, ისევ სინას მთაზე გადარჩენილი, იქ სამჯერ გადაწერილი არის ეს ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი და ბევრი მეცნიერს უშრომია ამაზე, ბადრის მამასაც, ბატონ რამაზ პატარიძესაც, მაგრამ ყველაზე დიდი აღმოჩენა უკვე აქ ალიკო ცინცაძემ გააკეთა და რა აღმოჩენა გააკეთა. ის რაც მოგიყევით რამაზ პატარიძის ნაშრომის შესახებ, თურმე ეს ყველაფერი სწოდნია იოანე ზოსიმეს და როგორ ჩანს ეს ყველაფერი. შემდეგი სლაიდი გამოვაჩინოთ, უკვე ცისფერ ადიახ ეს სლაიდი, ჩვენ ხედავთ რას. აქ ხელნაწერებში შემორჩენილია ჯვრის, აი ბოლნური ჯვარი რომ ქვია, ასეთი ჯვარი. აქ ყვითელი ფერით მე დავაწერე ის ასონიშნები, რომლებიც იქ ასომთავრული ანბანითაა დაწერილი. ხო. თუ წავყვებით ამას პირჯვარის გადაწერის ხაზით, ანუ ლასი ზემოდან, შემდეგ ქვემოთ სანი, შემდეგ ჩვენგან მარცხნივ ყარ და თან, ჩვენ მივიღებთ ასეთ წყობას: ლას, ცან, ყარ, თან. ასეთივე ტექსტი, არა მარტო ჯვრის, არამედ ტექსტის ბოლოშიც მეორდებოდა და იქ ეწერა როგორც ასევე ლ, ც, ყ, თ. ყველამ ეს განმარტა, რომ ეს არის ლოცვა-ყაოთ, ანუ ილოცეთ ჩემთვის. ეს ლ, ც, ყ, თ ამას ნიშნავსო და აქ თურმე უზარმაზარი შიფრია დამალული, რომელიც იოანე ზოსიმემ დამალა. აქ ჩანს, რომ თურმე იმ მზის 128 წლიან ქართულ კალენდარს ქმევია სახელი ლას. ის განსაკუთრებული ლასია. რომ თქვათ სახელი ლას, ჩვენ გულისხმობთ ქართულ მზის 128 წლიან კალენდარს. ისევ გავადიდოთ, იმიტომ რომ მინდა რომ მაყურებელმა კარგად დაინახოს ეკრანზე რა ხდება. ლას, ცან, ყარ, თან ალიკო ცინცაძემ ამოიკითხა თურმე ეს რას ნიშნავს. ლას ეს არის მზის 128 წლიანი კალენდარი. ცან ეს არის ამოიცანი, შეიცანი. აქ იპოვე, გეუბნება, მზის კალენდარი იპოვე აქ. სათუნა იპოვო? ყართან. ყარ ასონიშანია 26-ე, თან ეს გრამატიკული განართია. ყართან იპოვეო. ყართან რომელი ასონიშანია? არის ღან. ალიკო ცინცაძემ აღმოაჩინა შემდეგი. აი უკვე წერია შუა
ხაზებში ორი ასონიშანი სახელდება ყარ და ღან. ყარს თავზე აწერია ყ 26-ია, პირველია რ რაე 19-ია, რიგითი სათვალავის ჯამი ჩვენ გვაძლევს 46. 26 პლუს 1 პლუს 19-ია 46-ია. ღანის შემთხვევაში უკვე მუშაობს რიცხვითი მნიშვნელობები. აქ არის ღ 700-ია რიცხვით, ა 1-ია რიცხვით, ν ისე 50-ია რიცხვით. 700 პლუს 1 პლუს 50 გვაძლევს ჯამში 751-ს. ყარს და ღანს ქვემოთა ხაზზე რასაც თქვენ ხედავთ, რომ მექანიკურად დავდებთ გვერდი გვერდზე. მარცხნივ ყარის ჯამს 46 და გვერდით მიუდებთ მას 751-ს, ჩვენ მივიღებთ, რომ 46751 დღეების რაოდენობა ეს არის ზუსტად ის, რაც რამაზ პატარაძემ მოიცნო. თურმე იოანე ზოსიმეს და უკვე ჭაქედან ჩანს, რომ ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასაც ჯერ კიდევ 1000 წლის წინ ეს დაფარული ცოდნა მას ჰქონია და მას ინახავდა და ამას ინახავდა როგორც კრიპტო ინფორმაციას, დაფარულ ინფორმაციას, საიდუმლო ინფორმაციას. ეს არის ლას ცან ყარ თან უზარმაზარი აღმოჩენა ალიკო ცინცაძისა. ის ადასტურებს რამას პატარაძის აღმოჩენას, მაქსავე ადასტურებს, რომ ეს ქართული ეკლესიის უძვირფასესი შინაგანი საიდუმლოება, რომელიც ის ინახება და მხოლოდ 1000 წელი იყო გასასვლელად საჭირო, რომ რამას პატარაძის აღმოჩენა. მაგრამ ამით არ მთავრდება ალიკო ცინცაძის აღმოჩენები. აქ უკვე ჰემატრიას გემატრია ჩავთვალოთ, ეს გემატრია რომელიც დაიწყო რამას პატარაძემ დაიწყო თამაშჩენკელმა და უკვე წვერვალებზე უკვე ალიკო ცინცაძემ აიყვანა. რას ნიშნავს ასტრონავტ მეცნიერება? აი ახლა გამოჩნდება შემდეგ სლაიდზე, გთხოვთ და ვაჩვენოთ და ესეც გავადიდოთ. ქებაი და ჯერებაიში არის ესეთი სტრიქონი. აი მე მიწერია სულ მარჯვენა ზემოთა კუთხეში იოანე ზოსიმეს ქვემოთკენ 4:10-14 წელი და სასწაულად ესე აქუს 4:10-14 წელი ლაპარაკია 94-ზე. იოანე ზოსიმე გვამცნებს, რომ რაღაც სასწაული ხდება რიცხვში 94. ვერავინ ვერ გაიგო. პავლე ინგოროყაც კი ვერ მიხვდა მას. რა შეიძლება და ეს ყოფილიყო. ზოგს ეგონა, რომ ეს არის მაგალითად წელთა რიცხვების ქრონიკონების აღრიცხვის სხვაობა ბერძნებთან იმასთან მოკლედ, მაგრამ ის არ იყო 94, ან 4 იყო, ან 6 ვერ გამოიცნეს. თურმე რა ყოფილა. წელი თვითონ წელი რას ნიშნავს? ეს იგივე წელიწადია. 94 ეს არის წელიწადი. წელიწადის ზემოთ სიტყვა რომ წერია შავი ასოებით თავზე ადევს მას მისი რიგითი ნომრები. წილი 31-ია, აი მე5-ია, ლასი მე12-ია, ი მე10-ია, წ ისე 34-ია, ა პირველია და დ მე4-ია. აი ამათი ჯამი რო შევკრიბოთ, ჩვენ ვიღებთ 94-ს. რა არის ეს წელიწადი? რატომ არის საიდუმლო ამაში ყველაფერში? და აქ უკვე იწყება ჰემატრიის დაბადება. არა გემატრიისა, როგორც სოფლიოშია მიღებული, არამედ ჰემატრიისა. რას ნიშნავს ალიკო ცინცაძეს უდიდესი აღმოჩენა? რომ თურმე რაც აღმოაჩინა რამაზ პატარაძემ, რაც შემდეგ უკვე მას ალიკო ცინცაძეს აღმოჩენაც მიყვა, ის ეკლესიაში ცნობილი იყო. ის საიდუმლოდ სათუდად ინახებოდა. ეს ტექსტი ქრისტიანული ტექსტია, წინასწარმეტყველა. მასთან ვარ ჩვენ მოსვლა. მარტო არა, იქ მართა და მარიამი მოიხსენება, იქ მოიხსენება ქრისტიანული საიდუმლოებები, რომელიც უნდა ახსრულდეს. არა მარტო ენა უნდა აღდგეს დაძინებული, არამედ იქ ქრისტიანული ეპოქაა მომავალში განჭვრეტილი. წავიდეთ ახლა წელიწადის მათემატიკით. 6 მათემატიკური ოპერაცია უნდა გავიაროთ. იწყება შუიდან, ლასიდან. ლას როგორც ნახეთ სახელია 128 წლიანი კალენდარისა. ლას ქვემოდან აქვეწერია 30 რიცხვით, 12-20 ჩამოდის ხაზით ქვემოთკენ. პირველი ოპერაცია 12-30 360-ია. მეორე ოპერაცია ლასიდან მარცხნივ ეს არის ე. ხუთიანი. მეორე ოპერაცია ჩამოვიდა ქვემოთკენ 360. პირველ ტოლობას დაემატება ხუთიანი, მივიღებთ 365-ს. ელ თურმე აღნიშნავს წლის დღეების რაოდენობას ეგვიპტეში რომელიც იყო. ესე იგი ელ სემიტურ სამყაროში, ძველ ცივილიზაციებში, დღევანდელ არაბულ ებრაულ სამყაროში ელი ღმერთია, კაცო. ეს ელი ღმერთია და ელ მხოლოდ ქართული ანბანით, ესეთი რამ სხვაგან არ სარახვდება, მე5 და 12-30 ედალ მარტო საქართველოშია. ამას ვერც ერთი ენა და ვერც ერთი ანბანი სხვა ენებში ვერ განმარტავს. ელ 365-ობა ნიშნავს მუდმივობას, უკვდაობას. სანამ წელიწადზე 365 დღეანია, ის მუდმივია და მუდმივია. ანუ ქართველებმა იმათ ცოდნაზე დამყარებული ინფორმაციით ღმაცავე ღმერთს სახელად
ელით შემოინახეს. ოღონდ ელი ციფრებშია აქ განმარტებული, რომ დაიწყეს ალიკო თითაძეს ვითომ თავიჭკუაში ასტრონავტ მეცნიერება სათხედავთ აქ უცხოპლანეტელებს რაშუაში აქ უცხოპლანეტელები ასტრონავტ მეცნიერება ამას ნიშნავს, რასაც ახლა მე თქვენ გითხრობთ. მაგრამ ეს არაა მთავარი. L და E 365 ეს ეგვიპტური კალენდარული სისტემაა. მესამე ოპერაცია მივდივართ E-დან ისევ მარცხნივ. წილი, ეს არის წელი. სიტყვა წელი. ჩვენ ქართველებს რომ გვაქვს წელი ხო არის? წელი ბატონო. გავადიდოთ რა ეს სამშელოვანია რომ გავყვეთ ყველა ოპერაციას. წელი აღმოჩნდა რომ ის 4 წლეულია, ჩაყევით მესამე ხაზს წელიდან და თქვენ დაინახავთ 365 მრავლდება 3-იანზე, წელის 31-ის პირველი ციფრია, შემდეგ ემატება მას 366, რომელიც მრავლდება 1-ზე და უკვე ვიღებთ არა 1460, არამედ 1461 დღეს 4 წლეულში. ჩვენ რომ ცხოვრობს და გვაქვს 29 ფევრვარი, ჩვენი 4 წლეულის დღეების რაოდენობა 1461 დღე არის. ესე იგი 4 წელიწადში ეს 3 L, E და C იგივე წელი ქართულად გვაძლევს ჰემატრიით ჩვენი დღევანდელი მსოფლიოს 4 წლეულის აღრიცხვას ასტრონომიულად. მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. ჰემატრიაში ასეა, რომ სიტყვის ბოლოს, რომელიც ით მთავრდება, წელი I აღარ იანგარიშება, I არის ბრუნვის ნიშანი. ამიტომ ეს ანგარიში ხდება წერფელობითიდან. ხო, წელიდან ხდება ანგარიში. ამ შემთხვევაში I მეათე არ შემოდის კალენდარის ანგარიში, ის 94-ში შედის მხოლოდ და მხოლოდ. მაგრამ რახან წელი არის წელ და 4 წლეული მოგვცა, ის ამ შემთხვევაში აღარ ვიყენებთ. გადავდივართ მეოთხე ოპერაციაზე. ეს უკვე არის წელი შემდეგი წელი. ისე 31. მეოთხე ოპერაცია გვეუბნება, რომ მესამე ტოლობა რომ მიიღეთ 4 წლეულის დღეების რაოდენობა 1461 გაამრავლეთ 31-ზე, იმიტომ რომ ასეთი 4 წლეულები უნდა იყოს 31 და არა 32, იმიტომ რომ 32-ში იქ 29 ფევრვარი აღარ არის, იქ აღარ იქნება 1461, იქ იქნება 1460, ამიტომ 4 წლეული აიღეთ წელს ეს რიცხვით რომელიც მე ვარ წილი გეუნება ამას 31 გეუნება გამამრავლეთ ჩემი თავი ამ 4 წლეულზე 31 ჯერ და ჩვენ მივიღებთ 45291-ს. ამის შემდეგ იწყება მეხუთე ოპერაცია. ეს არის კიდევ ერთი 4 წლეული. ეს არის რომელიც გვაძლევს ისევ 1460 და გადავდივართ უკვე დონზე ეს უკვე 4-იანია. აქ D 4 რომ წერია, აქ 3 + 1 აღარ იძებნება. ეს D 4 წელია, სადაც 4-ვე წელი ერთნაირია. აქ წილში თუ იყო 365-იანი და 1 366-იანი, აქ დონში 4-ვე ერთნაირი 365-ია. ამიტომ შემდეგი საბოლოო ოპერაცია, მე-6 ოპერაცია გვეუბნება, რომ მე-4 და მე-5 ტოლობით 31 4 წლეული, 29 ფევრვარიანები და 32 4 წლეული ამ 29 ფევრვარის გარეშე შეკრიბეთ და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც არის 46751. ასტრო ენათ მეცნიერება თქვენ გეუბნებათ, რომ ქართული სიტყვები ასობით და ათასობით, უпростоრად ქართველური სიტყვები, მეგრული, სვანური და ქართული, მათი ასობით და ათასობით სიტყვა თანაბარი ძალით, არ გვეგონოს ქართული მეტია, მეგრული მეტია, სვანური ნაკლები ან მეტია, თანაბარი ძალით იყენებს ამ მეთოდს, რომელსაც ეძინა ათასობით წელიწადია და ჩვენ ახლა მოვიყვანეთ პირველი მაგალითი, სიტყვა წელი და უკვე წელიწადიც ჩვენ გვეუბნება საოცარ ინფორმაციას ასტრონომიულს. ეს არის ასტროენათ მეცნიერების შედევრი, რომელიც იოანე ზოსიმემ 1000 წლის წინ დატოვა როგორც სასწაულად გვაქვსო 94 წელიო. დაგვიტოვა და გითხრა ამოიცანითო. ეს უკვე ალიკო ცინცაძის აღმოჩენა, რამაზ პატარაძეზე ჩვენ ისტორია ალბათ ბადრი უნდა მოვყვეთ რამაზ პატარაძის გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე, რომ შეხვდება მის სახლში ჩვენი თანდასწრებით ალიკო ცინცაძე. კარგად გახსოვს, არა, კარგად გახსოვს. დაიწყე და გავაგზავნე. ბატონ ბადრი, მე რა მინდა გითხოთ და აი ამ კითხვას უშუალოდ მიებმება. ისა დიდი მეცნიერი როგორც იყო ბატონ რამაზ პატარაძე, ტოვებენ ხოლმე მემკვიდრეებს. თუ ყავდა მას აი თავის მეცნიერული მემკვიდრე, ესეთი, თუ ვინმეს აღიარებდა თავის უშუალო მოწაფედ
და ჯეროდა თუ არა მას, რომ აი თქვათ მისი კვალი ქართულ მეცნიერებაში არც არ წაიშლებოდა და პირიქით მას ექნებოდა ზედნაშენი აუცილებლად თუ ლაპარაკი ამაზე. როგორ არა ხშირად ქონდა ამაზე საუბარი, ყავდა მას სხვათა შორის რამდენიმე პიროვნება მოწაფეებად იყვნენ მასთან, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, არ ვიცი, ისი ბრალია ბოლო წლებში არ შემორშა მას მოწაფეები. თვითონ ამბობდა, რომ აი მე მითხრა მაგალითად ერთხელ, რომ მე ამოვიცანიო ეს ყველაფერიო ქართულ სამთავრულშიო და ფაქტიურად აღმოსაჩენი აღარაფერიაო, ასე ეგონა რა, თურმე რამდენი რამეა ბატონო დავით კიდე აღმოსაჩენი. როგორც ასეთი ახლა დღეს მის მემკვიდრედ მის მოწაფედ არ მოიაზრება არა ვინმე თუთლის ვინც ადრე გარკვეული წლებში მე ვიცნობა ასეთ პიროვნებებს რომლებიც მასთან მოდიოდნენ მისგან ისწავლეს ბევრი რამე და გარკვეული პერიოდი მის მოწაფეებად მიმდევრებად ითვლებოდნენ მე რატომღაც შემოეცალნენ არ ვიცი ისინი ახლა რას ფიქრობენ და თვლიან თუ არა რამაზის მოწაფედ თავს მე ეს მათთან კარგა ხანია ვიცნობ კარგი ურთიერთობა ალბათ თქვენი დაიყო მინსი მოიაზრებოდა პირველ რიგში ჩემი და მოიაზრებოდა რა თქმა უნდა რამასაც დიდი იმედი ქონდა ლელა პატარეძე არაჩვეულებრივი გონების ჩემი და საწყალი საცუდავია საუბედუროდ ადრე გარდაიცვალა 45 წლის გარდაიცვალა დიდი მეცნიერიც უნდა ყოფილიყო და ქონდა ყველა მონაცემი არაჩვეულებრივი ნიჭის და გონების იყო ლელა რა შეეხება ბატონ ალიკო ცინცაძეს ხო? ისინი ბოლოს თქვენი მეშვეობით გამოვიდა არაჩვეულებრივი წიგნი, თუ არის იბერიული კალენდარი, რომელიც აი ხა დღეს მე დავწერე. ბატონო დავითის მე მიმაჩნია, რომ ბატონი დავითი არის ბატონი რამაზის სულიერი მემკვიდრეც მოწაფეც და მისი საქმეების გამგზავრებელიც, რისთვისაც დიდ მადლობას უხდი ბატონ დავითს. როგორ იყო ამ ორი ადამიანის შეხვედრა, ორი დიდი მეცნიერის, რომლებიც სხვადასხვა გზით, მაგრამ თითქმის ერთ და იგივე დასკვამდე მივიდნენ რა. დასკვნა როგორ არის იცით? მთავარი აღმოჩენა რამაზის აღმოჩენა. ამას ბატონი ალიკო ამბობს პირდაპირ რომ არ ყოფილიყო რამაზის აღმოჩენა. ის შეიძლება ვერც კი მისულიყო ქართულ ჰემატრიამდე. რამაზის აღმოჩენა ეს არის საყრდენი წერტილი, რომელიც დედამიწას კი არა, ცივილიზაციას ამოატრიალებს და ეს უკვე ნელ-ნელა ხდება. გაგრძელება სამეცნიერო უზარმაზარი არის. და ხედავთ რომ რამოდენიმე დიდი მეცნიერი ამას აკეთებს კიდეც მათ შორის რა თქმა უნდა ერთ-ერთი პირველი ალიკო ცინცაძეა. რამაზ პატარეძე ბრძანა ბატონმა ბადრიმ იყო უაღრესად თბილი და ღია ადამიანი. ურთიერთობებში თუმცა მაგრამ ცეცხლიდან მოხვილი თუკი საკითხები შეეხებოდა ქართულ ანბანს და ქართულ ენას. იქ ნებისმიერი მცდელობა სხვადასხვა მეცნიერებისაგან მცდა აზრები, ვერსიები, ჰიპოთეზები, შეთავაზებები მის მიერ იყო, როგორ გითხრათ, უარყოფილი არ იყო. ის მაგას არ მიიღებდა თუ არ დაუმტკიცებდი ამას ყოველივეს ზუსტად როგორც საჭირო იყო ის. და ამიტომაც რა თქმა უნდა ადამიანებს ის კარგად ეპყრობოდა, მას არ ვლაპარაკობ, მაგრამ მათ მეცნიერულ შრომას თუ ის ბოლომდე არ იყო გასული, ის არ აღიარებდა როგორც შრომას. შესაბამისად, ადამიანს პატივს კი სცემდა, ესეთი ქართველი კაცი იყო, კაცო, არა კაცი არ დარჩებოდა რომ პატივი არ ესა, მაგრამ როგორც მეცნიერს ის არ ამოიყვანდა იმ სიმაღლებამდე, სადაც საიდანაც თვითონ იყურებოდა. ოლიმპზე. ხო და ალიკო ცინცაძესთანაც მას ჰქონდა, რა თქმა უნდა, შეხება ურთიერთობა, მაგრამ აი ძალიან ახლო სამეცნიერო ურთიერთობა არ ქონია. ბოლო წელია, ბოლო თვეები უბრალოდ მისი სიცოცხლისა და მე და ბადრიმ ვთხოვეთ რომ კარგი იქნებოდა რომ ალიკო ცინცაძესთან მას ესაუბრა. მას უჭირდა უკვე ლოგინდან სახში თუ ადგებოდა ძალიან ცოტას გავიდა ისე სულ იწვა პრაქტიკულად რამოდენიმე თვე ბოლოს ასე იყო და მართლაც მოხდა ნუ გარდაცვალებამდე ეს ალბათ 2-3 თვის ადრე ხდება და მე და ბადრი და ბატონი ალიკო ავედით და წარმოიდგინეთ შეხვედრა აღმოჩენებზე მე რო ეხლა ვლაპარაკობ ეს მასშტაბი აღმოჩენებისა გასო რა აინშტეინი რა არქიმედე და რა არ ვიცი კიდევ რომელი ფიზიკოსები და მათემატიკოსები სულ რო გადაადუღო მთელი ცივილიზაციები ერთი მეორეზე ამ ორ ადამიანთან ვერ მოდიან ისინი გასო ეს ადამიანის ინტელექტის მწვერვალები აღმოჩენილი ეს ორი გიგანტი აღმოჩენების მამები ახალი მეცნიერების ფუძემდებლები პალეოგრაფია რამაზ პატარეძის შემდეგ ის აღარ არის ძველებული პალეოგრაფია, ის ახალი ანბანმცოდნეობაა. ენათმეცნიერება
ლინგვისტიკა, მით უმეტეს ასტროლინგვისტიკა, რომელიც აქამდე მსოფლიოში არსებობდა, ის დღევანდელი ასტროენათ მეცნიერება აღარა ის, რომელიც ადრე იყო. ის სხვა ხარისხობრივი სიმაღლეარი და ეს ორი კაცი რამაც იწევს? ბატონი ალიკო, მასთან ახლოს ის ჩვენ ოდნავ უკან ვართ დაწევლები და უსმენთ მათ საუბარს. ეს იყო საოცარი შეხვედრა, საოცარი პატივისცემა, საოცარი მორიდება. ალიკო ცინცაძესთან განსაკუთრებული, მაგრამ ძალიან მორიდებული და ძალიან გონივრული და ძალიან თბილი იყო რამაზისგანაც. ის 2-3 თვეში აღარ იქნება უკვე. წარმოიდგინეთ, ვინ მიდის, რა ადამიანი ტოვებს საქართველოს და ამ შეხვედრაში გარდა ყველაფრის ახლა მათი საუბრეს, მათ მოილაპარაკეს, რომ ეუბნეო ბატონი ალიკო, ბატონო რამაზო, მე ასე წარმომიდგენიაო, რომ ერთი წიგნი გამოიწესო ცენტრალური ადგილები თქვენი წიგნიდან, უკვე თქვენი სახელით და თქვენი ავტორობით შევიდეს ერთ წიგნში, პირველად რა თქმა უნდა, ის პირველი ნახევარი იქნება წიგნისა და მეორე, ანუ ავტორები კი ერთხანდებოდნენ, ავტორი რამაზი იყო თავის ნაწილში და ავტორი ერთი წიგნი ორი ავტორი. ხო, ორი ავტორით რა. უკვე ის რაც რამაზიმ აღმოაჩინა, როგორ დამტკიცდა სხვა გზიდან ეკლესიაში შენახული ქებაიდან და იოანე ზოსიმეს მიერ შენახული და დამტკიცებული უკვე ალიკო ცინცაძის მიერ აღმოჩენილი. ბატონმა რამაზიმ თანხმობა უთხრა, მე რო ყვები ახლა, ვერ ყვები, ის რაც იქ ხდებოდა, აი ორი უზარმაზარი ადამიანი, ერთმანეთს ხვდება ორი ქართველი ადამიანი, რომელიც თურმე ყველაზე მეტად იცნობს და ფლობს საქართველოს წარსულს და ყველაზე უკეთ ხედავს, რომ მომავალში ჩვენ რა აბჯარი გვჭირდება ამ უმძიმეს საუკუნეში, რომ ჩვენ რაღა დაგვიცავს, ხო ამის შემდეგ ისინი ამაზე საუბრობდნენ და ეს წიგნი გამოიცა კიდეც. ეს შესანიშნავი წიგნი, უკვე ეს გაკეთებაში მე მგონი არც კი არის, ისევ დარიგდა ბადრის და ჩემს მიერ და ბატონი ალიკოს მიერაც არც კი ვიცი ეს როგორც კითხა. არა კომერციული პროექტებია, კომერციაზე მაგალითად არ მომწონს, რომ წიგნი ვიც აი ძალიან ბევრი მაყურებელი, ახლა მე ვიცი, რომ დამირეკავენ სახში და უცბად მოვთხოვენ ამ წიგნს. ეს საკითხი ალბათ მოგვარდება. მე მინდა რომ კიდევ შემდეგი სლაიდი ვანახოთ ალიკო ცინცაძის კიდევ ერთი შესანიშნავი აღმოჩენა ჩვენი არქეოლოგიური ქალაქიდან, ვანიდან, აი თქვენ ხედავთ ვანის კუს ყელსაბამს, გავადიდოთ. რა აღმოაჩინა ალიკო ცინცაძემ? ძველი წელთაღრიცხვის მე-5-4 საუკუნეებში. არსებული არტეფაქტი, ოქროს არტეფაქტი, გვეუბნება, რომ დიდი კუ ეს 1 წელიწადია, 30 პატარა კუ ეს თვეა და პატარა ბურთულაკები 94 წალი. ეს არის მზის 128 წლიანი კალენდარის აღნიშნული ლას იგივე სიტყვა წელიწადის მაჩვენებელი რაოდენობა. აი ეს არის რომ მე-5 საუკუნეში ვანში ეს კოლხეთია. თქვენ არ გეგონეთ რომ ასომთავრული ქართის, ანუ ქართლელების და ანუ ქართველების დღევანდელი გაგებით მონაპოვარი და ეს არის საგანძური. ეს სამეგრელოში, დასავლეთ საქართველოში და სვანეთში ეს ემატრია არანაკლებად მუშაობს. მე კიდევ ერთ მაგალითაც მოვიყვან. ეს ვანი ჩათვალეთ რომ კოლხეთია, სამეგრელოა მაშინდელი და ლაზიკაა მაშინდელი. ეს ჩათვალეთ რომ ერთიანი ანბანია. და ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი არის ისევ ალიკო ცინცაძის აღმოჩენა ღმერთის სახელი მეგრულად ღორონთ. ღორონთ რას ნიშნავს, კაცო? რიგითებით 99-ია, რიცხვითებით 999-ია. რატომ ცხრიანები? იმიტომ რომ ერთეულებში 9 უმაღლესია. 9 თვალამზე არ არის შემთხვევით ჩვენთან 9 თვალა. სხვებს იქ 8 თვალამზე ყავთ. იმათთან ღმერთი 8-ით არის გამოსახული, კაცო, ბერძნებში და ებრაელებში და სხვაგან. ჩვენთან ცხრიანი, ეს შემთხვევითობა კი არ არის. ეს 99 და 999 მამა ღმერთის მაჩვენებელია ყველა ჩვენ წარმართულ ეპოქაში. მამა ღმერთი ყველა სახელი ცხრიანებით არის შემკული. მისი მათემატიკური აღნაგობა. ღორონთი მარტო ერთი მამა ღმერთი არ არის. ის თავის თავში მოიცავს სიტყვას ორო, ანუ ღორონში შედის ორო. ორო რა არის? ორო ეს არის ჩრდილი, ეს არის სული, ეს არის პატივისცემა ღვთისადმი. ორო გემატრიით 51-ია. ყველა შვილი ღმერთი, კაცებრივი ბუნების ღმერთი, რომელიც ქრისტეშობამდე ქონია ჩვენ წარმართ ქართველებს, იქ შვილი ღმერთი, როგორიც იყო, მაგალითად, კვირე სვანეთში და სხვაგან რაც კუთხეებშიაც იყო, ყველგან 51-ია შვილი და მამა ღმერთი ღორონთ თავის თავში შვილ ღმერთს მოიცავს, ოროს. თქვენ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს და ამ დროს ჩვენთან სკოლებში ასწავლიან, რომ თურმე მე-5 საუკუნეში ამ წელთაღრიცხვისა დაბადებულა დიალექტები მეგრული და სვანურიო, ნორმალურები ხართ ადამიანებო?
სვანეთში ღერბეთი თქვენ აბსოლუტურად გადასახედია ბატონო. თქვენ ღერბეთი ისე სათამაშო ხომ არა სვანური ღმერთი სათამაშო ხარ გონიათ რომ თქვი გადაცემის პირველ ნაწილში რომ საუბრობდით იქ შუმერების ანზე ხარზე და სხვა ღმერთებზე იქ ენლილი რომ არის იგივე ან რომ არის და ნანა რომ არის ღმერთი ეს სიმღერა ლილე რომ არის ენ ლილ ენ ხვაება ლილ შუმერებში რომ არის ღმერთი ამას სვანები მღერია ნანა რო არის მთვარის ღმერთი შუმერებში ეს ნანა მეგრელების სიმღერა და თქვენ და გონიათ რომ ეს დიალექტებია არც ერთი ენა არც სვანური არც ქართული და არც მეგრული ერთმანეთის დიალექტი არ არის ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი სამი თანაბარი ძალის და ზომის ენა რომელთაც ერთი საერთო ანბანი გააჩნიათ და ასომთავრული ანბანი არის მათემატიკური აღნაგობის საფუძველი მეგრულშიც სვანურშიც და ქართულშიც ამიტომ ჩვენი თხოვნა იქნება უკვე მე მგონი ბოლოსკენ მივდივართ რომ ის სამარცხვინო სერიალი და ჩაატარეს სამწუხაროდ ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობამ და რომ მოელანდათ რა იყო ბატონო ეს რომ მოელანდათ ისინი უცხო პლანეტელები საოცარი რამ ბატონ ალიკო ცინცაძეს მოდი თქვათ აქვე რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაუხსნეს კათედრა ასტროენათმეცნიერება რომელიც ჩვენმა მეცნიერებმა ვაი მეცნიერებმა როგორც არის ილია უნის რექტორი არც კი მახსოვს ამ ქალის სახელი და გვარის ყო სამარცხვინოესი ქალი რომელიც გამოვიდა და თქვა რომ ასტროენათმეცნიერებაზე 20 ბავშვს იღებენო ესო რა არისო და როგორ წარმოადგინა ამ ქალს ეს ასტროენათმეცნიერება აი შემდეგი სლაიდი ვანახოთ შემდეგი სლაიდი რა ლამაზია ჯერ ეს სამეგრელო ლაზეთში მყოფი ერთჩვენი კუსხელსაბამი წარმოიდგინეთ რა არის შექმნილი და რა შინაარსმატარებელი ყოფილა აი ეს გავადიდოთ და შემდეგ გადავიდეთ კიდევ შემდეგ სლაიდზე მე მინდა გაჩვენოთ აი ეს ქართული ანბანი მეგრულიც არის ქართულიც არის და სვანურიც არის აქ ხდება ასე კიდევ შემდეგი ის ვაჩვენოთ თუ შეიძლება აი ეს არის 100 წლის წინ გადაღებული სურათი ფუძემდებლები ქართული ნაცმეცნიერებისა გიორგი ახვლედიანი აკაკი შანიძე დიდი კორნელი კეკელიძე აქ არის არნოლდ ჩიკობავა აქ არის ვარლამ თოფური აქ არის სიმონ ჯანაშია ჩვენი მეცნიერების ვარსკვლავები ვინც არიან მე-20 საუკუნეში აი ეს ხალხი მაშინ არიან ახალგაზრდა ლექტორები და სტუდენტები სწორედ ასეთი ლექტორი უნდა ყოფილიყო ალიკო ცინცაძე ქუთაისის უნივერსიტეტში და ასეთი ახალგაზრდები 20 ადამიანი უნდა მიიღო რომლებიც გახდებოდნენ 21 საუკუნის ვარსკვლავები ასტროენათმეცნიერებაში რომელიც საზოგადოების კი არა მარტო არამედ მსოფლიო მასშტაბის ცივილიზაციის ისტორიასაც შეცვლის ასე რომ ჩვენი იმედია რომ უკან დააბრუნებს თავის სიტყვას ილია უნიც და ასევე აღადგენს იმ 20 ბავშვის მიღების ფაკულტეტსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის დაზიანებას თავი დაანებონ უმაღლესმა სასწავლებლებმა ჩემი თხოვნა იქნება და მგონი რომ საქართველოს დროა თავის კულტურულ ფესვებს დაუბრუნდეთ ბატონ დავით ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება ჩვენი ინტერაქტივი უნდა შევაფასოთ აუცილებლად ვინ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქართული სამეცნიერო მიღწევების წარმოჩინებას ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ინტერაქტივის თემა პირველი იყო რუსეთი რომელზეც ძალიან ცოტა მაჩვენებელი აქვს თუ არ ვცდები მიჭირს პასუხის გაცემა არის თითქმის რაღაცა 1% არავის არ გაჭირვება ამ პასუხის მიღება და დასავლეთიო ამბობენ აი ეს არის ყველაზე მეტი თუ არ ვცდები 95 თუ 90% თulis რომ აი დასავლეთი უშლის ამას ხელს ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს მე მინდა რომ აქვე დავაანონსო ბატონი რამაზ პატარიძე დაასრულებს დღევანდელ ჩვენს გადაცემას 90 წლის რამაზ პატარიძე ეს არის 6 წუთიანი ფილმი მე ასე გემშვიდობებით თქვენ ხვალამდე და ხვალაც დავაანონსებ ბატონი მალხაზ გულაშვილი ირაკლი გოლგავასთან ერთად იქნება 12 საათზე ხოლო 7 საათზე მე დაგიბრუნდებით კვლავ პოლიტიკური მიმოხილვით ნიკოლა ზონიკაძე ამერიკიდან ნოდარ კაპანაძე და ზაალ ხუტაშვილი იქნება ხვალამდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები 7 საათზე ასე გემშვიდობებით უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ რამაზ პატარიძის შვილს ბატონ ბადრი პატარიძეს და ჩემს უცვლელ სტუმარს ბატონ დავით გალეგაშვილს რომელთან ერთადაც 4 შაბათობით გაგთ მეცნიერება შეხვედრისა და ვეფხისტყაოსანზე საუბრისა კარგად ვზანდებოდეთ